Shout out to Katy Perry. სატიყო პოზიცია ჩვენ რო დაურჩეულები დავდიოდით. I was born for this. შეიძლება რომ დამაპატივრონ. ჩემიაზეთ კი. რა გინდა და მაგდაგენერაც თან. ფსიქოლოგთან მიხვიდა. აუ არა. Timehouse-მა კარგო თუ განანა და ვინა მანანა. ზოგადად ეჭვენი არ ვარ თან. ოკა. ბულერიც ვიყავი, დაბუნიკებულიც ვიყავი. ქალაქეობას რაღა ფასი აქვს საერთოდ. 0. გენერატიკა. გამარჯობა ჩვენ დავბრუნდით ეკლექტიკის მე-14 ეპიზოდით და გამარჯობა. გაგიმარჯოს ლევან. ჩვენი ეპიზოდები ხან მხიარულია ხან არ არის, იმიტომ რომ ეკლექტიკურია, როგორც ჩვენ ცხოვრება. ძირითადად იმურს იმიტომ ვიყენებთ რომ გადავრჩეთ ამ ქვეყანაში. მე პირადად ცხოვრება მასაშვები. და დღესაც მოგვიწევს რომ რა გავაკეთოთ დღეს. დღესაც ეკლექტიკურად მივუდგებით საქმეს. დღეს ვიყიდეთ რაღაცა ახალი ენერგეტიკული, რომელიც ბაზარზე შევამჩნიეთ, რომელიც შეიძლება დიდი ხანი არის, მაგრამ ჩვენ ახლა შევამჩნიეთ და გვინდოდა გვეყიდა ორი სხვადასხვა, ერთი იყო ჟოლო და პიტრა და მეორე იყო ანანასი და მანგო და ძალიან მიდოდა ანანასის და მანგოს, შეიძლება მეტიც იყო, მაგრამ ეგეც არ დაგვინახავს. სიჩქარეში ქონდა ზუსტად ერთნაირი და ორივე გამოვიდა ჟოლო და პიტრა. ხო, მე ენერგეტიკულებში ვერ ყვევი და რომ მეშინი არ სვავ, ვისი მეშინი არ გითხოთ, მაგრამ ეს ახლა უნდა აღინიშნოს რომ 7 ლარი გირდა და საშინელი გემო აქვს, ანუ უბრალოდ არაფრის გემო არ აქვს. ანუ ვერ ხსნი რა. აი, სხვა 4 ლარიანი Red Bull-ი მერჩევნია ბევრად. ის ჯობია. ნამდვილად. კაი, რაც არის. ეხა ის რომ მოგხოტოს რომ გავრეკოთ. გამარჯობა მეგობრო. ხო, მოკლედ არ ვიცი ეს აიგზალოს ენერგეტიკულები, რომელსაც არაფრის გემო არ აქვს და ძვირია. მე არაფრის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მით უმეტეს ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი ჩემი აზრით, რატო ტრენდული აკრძალვები? მაგრამ ტრენდულია ამ ქვეყანაში აკრძალვა. ყველაფერი აიკრძალა, მაგალითად კრძალავენ 4 პარტიას, ყველაზე მსხვილს, 3 ხო უბრალოდ. ეს მე-4 შეეტანა საბოლოოდ. გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. სახე თუ ქონდა მაგ ყველაფერს. ხო და გაირკვა რომ თურმე აპირებენ ნაცების, ახლობის და ლელოების აკრძალვას ქოცები და ძალიან სასაცილოა ხალხო ეს ყველაფერი რომ იქით არჩევნებზე როგორ ნაკრძალო ადამიანები. იაგო ხვიჩიასა და ქართულ ოსტატს შორის უნდა მიცეთ ხმა. ეს სამპარტია ესაც არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ეჭვი მაქვს რომ ამ პირობებში ესაც არ მიიღებდნენ, ლელო იღებდა, ხო, ლელო. ხო გამოგვლიჯა 12% რას არ იღებდა. ხო, ну, ვიღაცა ახალი პარტიებიც იქნებიან, მაგრამ ნუ ხო ხვდებით, რომ ავტორიტარიზმის ყველაზე სასაცილო გამოვლენა რაც საკეთებენ ახლა ესენი, ანუ. არა, მე თვითონ ანუ სისტემა კრძალავს ადამიანებს, ანუ ეს პარტიების სახელები და კვარები კი ქვიათ, მაგრამ ხო კონკრეტულ ადამიანებთან აქვთ პრობლემა ნაცებთან. არა. არ გეთანხმები. ესენი ეს ამ ადამიანებმა ახალი პარტია რო ჩამოაყალიბონ სხვა სახელი და კვარი რო დაარქვან, ისინი ლეგალურები იქნებიან? არა. იმათაც აკრძალავენ, როცა ინდომებად, მაშინ აკრძალავენ, მაგრამ ხო, მან ანუ ადამიანებში კი არ არის პრობლემა, არის იმ ფაქტში, რომ 2024 არჩევნები წააგეს ამ სამი პარტიის დამსახურებით და მეშინიათ რა, იმიტომ რომ შეიძლება სამომავლოდ ხვდებიან კარგად ხალხის განწყობებს და ისე ეფექტურად ვეღარ გააყალბონ, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გამწარდნენ და მართლა რევოლუცია და თავის დამხობა მიიღონ საბოლოოდ და ამიტომ ცდილობენ რომ ისედაც სუსტი და უმწეო ისეთ უსუსური ოპოზიცია ისეთ ციხეში მყოფი ადამიანები აკრძალონ. არა, თან სახალისო და უცნაური ის არის რომ ყველა არა, მაგრამ ალბათ 80% მაინც ვინც არჩევნებზე ამ ოპოზიციურ პარტიებს მისახმა, რომლებმაც ნამდვილად აჯობეს ჯამურად ქართულ ოცნებას და მერე იმათმა მოიპარეს არჩევნები, იმ ადამიანების 80% დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტიების გულწრფელი ამომრჩეველი და ის რაღაცა მოყვარული არ არის, როგორც მაგალითად მე და დარწმუნებული ვარ შენც, ხო, მათ ხმა იმიტომ მივეცით, რომ ალტერნატივა არ იყო და გვჭირდებოდა დროებითი მთავრობა, რომ შექმნილიყო ალტერნატივები. ამ არჩევნებზე მაგალითად საერთოდ სხვა პარტიას მივუცემდი, ხმას არ იქნებოდა ამ სამში, აქამდე იყო ამ სამიდან ერთ-ერთი. ახალი პარტიებიც გამოჩნდა ისე აგერ ფედერალისტები, თავისუფლების მოედანი და ცოტა უფრო მრავალფეროვანი გახდა პალიტრაც, მაგრამ აბსურდში ვცხოვრობთ რა. ნამდვილად და ამ აბსურდს ემატება ეს აბსურდული კანონები პირბადეებზე, აკრძალვებზე, მე მედიასაც მოდგებიან, მე მედიებს აკრძალავენ, მე NGO-ები თითქმის აკრძალეს უკვე. ანუ თან ყველაფერს ერთად დაწყეს. მედიას დიდი ხანია გვირტყავენ სატიყო პოზიცია ჩვენ რომ ჩვენ დაურჩეულები დავდიოდით. ისინი იყვნენ არხეინად, მაგრამ
მე აი ყველა სისტემას ემუქრება ჩამოშლა დაწყებული მედიიდან გაგრძელებული არასამთავრობო სექტორით, რომელთა ყველაზე ძლიერი ნაწილიც დააყადაღეს უკვე და დამთავრებული ოპოზიციით და უნივერსიტეტებით და ყველაფერს ცდილობენ რომ ყველაფერი აიგრძალოს ამ ქვეყანაში. აიგრძალოს აკრძალვები. მათ შორის ისიც რომ შეიძლება მაგალითად არ მინდოდეს რომ ვირუსი გადაგდო, მაგრამ უნდა გადაგდო, პირველად ვერ გავიკეთებ ჩემო კარგო. გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას მეკუპრებოთ, არა მე მაინტერესებს ჰელოუინი რომ მოდის ამ შაბათ-კვირას. ჰელოუინის კოსტუმით რომ გავიარო, ანუ რაღაც ივენტზე რომ მოხდა, რომელიც რუსთაველის მიმდებარედ ტარდება, შეიძლება რომ დამაპატიმრონ. ჩემი აზრით კი. თუ ანუ პირბადე თუ არ ანუ თუ პაციენტის ფორმა მაქვს, უეჭველი დამაპატიმრებენ, მაგრამ აი მაგალითად თუ არ რამე სპაიდერმენი თუ არ და საერთოდ არ მიჩანს, ალბათ უარესია, ხო? ეს ამას ჭირდება რაფავას ექვსეულის მოწვევა მოზრუნე და კლუბი რომ ამ კითხვაზე ვინმე პასუხი გაგცეს. ჰელოუინი რო ტარდებოდეს ვინ იქნებოდი? აუ არ ვიცი, ბევრი ვიფიქრე, ვერაფერ ვერ მოფიქრე და არცად არ მიდივარ, ისედაც ალბათ არ წავიდოდი, იმიტომ რომ მანდამენ ჩემი საყვარელის არ არის. მაგრამ გასართობად სანკარგია. ჩემი დიდი ხნის სურვილია რომ ოღონდ და ისე ძალიან ისე რომ მოვემზადო რა. დრაკონების დედა ვიქნებოდი და პატარა დრაკონებით მივიდოდი. ოღონდ ეს დრაკონები უნდა ყოფილიყო, აი პატარა ხული კუკები რო არის რა, სამი ხვლიკით რომ მივიდე. რომლებიც გაიზრდებიან და მე დრაკონები. სიკოქტორ მიხვიდა. აუ არა, საყოველობა იგი. ხვლიკები უნდა მოიშინაუროს ჰელოუინისთვის. პატარა ისინი კამელეონებით. ჩემთვის კიდე ერთ-ერთი ყველა საყვარელი და ისეთი ფანი და ძალიან კეთილშობილური დღესასწაულია ჰელოუინი. ორი რაღაცას ვიტყვი ჰელოუინზე მხოლოდ ერთი. აი ის ადამიანები რო იცახით ხოლმე რომ ჰელოუინი ეშმოკისეულია და სატანურია, რომლებმაც რაღაცა თავის ახალგაზრდობის ჯადოები უხარშეს ერთმანეთს და საფლავზე წავიდნენ და ისა თმები და ჩანგლები და რაღაცები მარხეს და კაცები რო ყავას არ სვავდნენ და რაღაცები. ხო და ჰელოუინზე მე რო წავსულიყავი წელს, ალბათ ვიქნებოდი ის გოგო აი კუჩაში რორი გოგო გააჩერა პოლიციამ პირბადის ტარების გამო, რომლებიც რეალურად აქციაზე არ იყვნენ და სტომატოლოგიური პრობლემა მაქვს და ვერ მოვიხსნიო. ეგ არა, აი მეორე გოგო ვიქნებოდი, რომელიც იძახის, რომ მე აქციის მონაწილეებთან რა ხელი მაქვს, მე მთავარია მაძღარი ვიყო და მაშინ მე ვიქნებოდი სუპი და გვერდზე გამოყვავდი. სუპი მაქვს სუპსა ჭამ, აი ეგ ხალხი ვიქნებოდი სიამოვნებით და მაგოგოზე ერთი რაღაცის თქვა მინდა რა, აი რეალურად კოცებს აძლიერებენ ეგ ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც აი არ მაინტერესებს ქვეყანა და ჩემთვის თავარია რას შევჭამ და რას მოვისაქმებ და ის ადამიანები ხო ვისთვისაც აქამდეც აი ამ პოდკასტიდანაც მიგვიმართავს რომ რეჟიმი ყველას კარზე რომ მიაკაკუნებს ეს არ არის ტყუილი ნათქვამი და თქვენთანაც მოვა ვინც ახლა ფიქრობს რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის და არ გაინტერესებთ და იმათანაც მოვა ვინც კოცები არიან და მათ შორის იმ კოცებთანაც რომლებიც პარტიაში პირველი კაცები არიან როგორც ღარიბაშვილთან მივიდა და აი თქვენ რო არ გაინტერესებთ პოლიტიკა ხო საერთო ქვაბი აქვს ქვეყანა და ერთ ქვაბში ვიხარშებით და შენ სუპი გაქვს სუპსაჭამ თუ მთავარია მაძღარი იყო შენც გეხება ის კანონები ისევე როგორც მე მეხება და მე თუ პირბადით ვერ დავდივარ, შენც ვერ დადიხარ და მე თუ მიჭერენ საბოლოოდ შეიძლება შენც გიჭერდნენ. და აი ეს სწორედ მაგას რო ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით და ყველას მიგვაკუნებს, იყო მაგის მაგალითი ახალგაზრდა ბიჭი 28 წლის მასწავლებელი რო არასრულყოფილობა მოკლეს. ცემაში მოკლეს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ვერ გადარჩა. ეგეც მაგის გამოვლინება იყო, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ეგონათ რომ ასე თუ მოიქცეოდნენ და რაღაც საქმეს გაურჩევდნენ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, არ დაიშჯებოდნენ სათანადოდ და ეგ განცდა რომ რაღაცას გააკეთებ და აშავებ ვიღაცას ცემ, მაგის მაგალითებს ხედავენ ყოველდღე უყურებენ რომ პოლიციელი რა ვიცი მოქალაქეს ცემს და არაფერი არ მოხდება და ახლა მე რომ მივიდე და საქმე გაურჩევ ვიღაცას, მე რატო დამიჭერენ. ანუ ეს არის ახალისება. მაგაზე ვლაპარაკობდით ამდენი ხანი, რომ წინა ეპიზოდშიც ვლაპარაკობდით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, სხვათა შორის რომელიც ძალიან უკონტროლოა სადაოც არის მას შორის მსოფლიო მართლმსაჯულების ნაწილში, იმიტომ რომ ძალიან დიდი დავამეტის ხოლმე არასრულწლოვანის დასჯა რამდენად შეიძლება მის სამომავლო რაღაცა განვითარებისთვის და უკანმე რეინტეგრაციისთვის არასრულწლოვანი იქნება სრულწლოვანი რა მნიშვნელობა აქვს და უხჯელობის განცდის თუ სხვადასხვა განცდების გამო ადამიანებს კლავენ და მათზე მიდის მსჯელობა, ეხლა ეს ადამიანები დავაკავოს თუ არ დავაკავოს და ღარიბაშვილმა ქვეყანა რო გაძარცვა რობინ ჰუდივით, ოღონდ ყაჩაღი რობინ ჰუდივით და გირაოთი გამოუშვეს. რაღაც ის ხუმრობა მომეწონა ძალიან, რომ ღარიბების უნდა დაერიგებინა, უბრალოდ ქვეყანა ისე ააყვავა, რომ ღარიბი ვეღარიპოვა და ფული თავისთვის დაიპტოვა, ომოპარული ფულიო ძალიან კაი იყო. მე რობინ ჰუდი მარტო შალვანათლაშვილი ვიცი. გახსოვს ის დევიზი რო ქონდა მდიდრებს ვართმევ ღარიბს ვაძლევ თუ რაღაც ეგეთი. საარჩევნო დევიზი იყო, ანუ მაგარი პოლიტიკოსები მყავს, ძალიან მაგარი პოლიტიკური სისტემა. ხო და მოკლედ გიგას кейსი ძალიან მძიმე არის განსაკუთრებით
ერთადერთი შვილი იყო დედამისისთვის და ის ვიდეო ვინც ნახეთ ქუჩა-ქუჩა რო დადის დედა და სამართალს ითხოვს 21 საუკუნეში 2025 წელს ქვეყანაში რომელსაც აქვს პრეტენზია რომ თავისუფალი დამოუკიდებელია დემოკრატიული ანუ არაფერი მსგავსი ამ ქვეყანაში არ ხდება ჩალით არის დაფარული ეს ქვეყანა აი ამ კონკრეტულ წუთას შემიძლია ეგრე ვთქვა ჩალით მარტო ქვეყანა კი არა ჩალით არის დაფარული ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებებიც როგორც მაგალითად არის მწერალთა სახლი არ ვიცი ნახეთ თუ არა ის ვიდეო რომელსაც ახლა გაჩვენებთ და ჩვენ წუთერ დუმილს მივაგებთ ამ ყველაფერს რომ თქვენ მოусმინოთ და ამ ვიდეოს გარდა მინდა რომ ეს ფოტოც განახოთ რომელიც რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული ხო და რა ვიცი თეკო რას ფიქრობ რას ფიქრობ და ანუ შეიძლება ჩვენ ხა ვინც გიყურებთ წერთა სახლი მაგრამ მათთვის ესეთი აქტუალური საკითხი არ არის იქ არც დადიან იქ გამართულ ღონისძიებებზე არ დადიოდნენ და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან კულტურული ადგილი იყო ყოველთვის იქიდან აქამდე რომ დავედით ტაშბანდურით და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ ყოფილი მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა გააპროტესტა რუსული კანონი თავის დროზე და არ შეგუა იმას რაც ხდებოდა ქვეყანაში უსამართლობას ანუ ეს გახდა მიზეზი იმისთვის რომ მთელი ეს კულტურული პროცესი რაც აქ მიმდინარეობდა ჩამკვდარიყო. და განსაკუთრებით ცინიკური აქ ის არის, რომ ნატაშა ლომოური, რომელიც იყო მწერალთა სახლის წინა დირექტორი, რომელმაც როგორც საკომ თქვა, იმის გამო მოხსნეს თანამდებობიდან, რომ გააპროტესტა რუსული კანონი, მის ნაცვლად დასვეს ნოდარ დუმბაძიშვილი, ქეთი დუმბაძე, რომელიც ხელი მოაწერა რუსულ კანონს პარლამენტში და აი ამ ყველაფერში გარდა იმისა, რომ დაცინვა არის, ხო, საზოგადოების და კულტურის და ყველაფრის ეს დაწესებულება, რომელიც ნამდვილად იყო გამორჩეული თავისი ღირებულებებითაც და ხარისხითაც, აქციის სოფლის კლუბად და აი ის სიმღერას რო თავი დავანებოთ, ის ფოტოს რომელსაც თქვენ ხედავთ, სადაც K-pop-ენ მაგიდასთან, ეს რამდენიმე თვის წინანდელია და ეგ სივრცე არის ხო ისტორიული, მან ყველაფერი იყო შემოღობილი ნატალომურის დროს და მე მახსოვს, რომ როდესაც მივიდიოდით ხოლმე ჟურნალისტები გადაღებაზე, მაგ ოთახში თუ გვინდოდა ხოლმე ინტერვიუს ჩაწერა, ისეთ წესრიგში იყო ყველაფერი მოქცეული, რომ ჯერ მაგიდასთან ვინდა გსვავდა, იმიტომ რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია შენობაც და ეგ მაგიდაც. და არ მართვევინებდნენ ხოლმე განათებას მაღალზე, იმიტომ რომ ნახატები დაზიანდებაო და ეხლა მათ K-pop-ე ნიკორადან ამოტანილი ორლარიანი იმების დაქვია, რაღაც სოსისები და ძეხვები და აი საშინელება ხალხო ეს არის ქვეყნის მისი ისტორიის და კულტურის დაცინვა და მართლა სოფლის კლუბი. და ქეთი დუმბაძე რო ახსენე, ქეთი დუმბაძის შვილი მახსოვს როგორ იცავდა დედამის, ოღონდ აი ქუჩურ გარჩევას გულისხმობ, ვიღაცებს მიუვარდა და ქალების წინააღმდეგ ფიზიკურად გაიწია და რომ ამშვიდებდნენ, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული გადაბარების თუ რაღაც ეგეთის. ანუ ეგეთი ადამიანებით გაივსო ძალიან კულტურული ადგილი. ანუ ამაზე გვწყდება გული, რომ ყველა იძახის, რომ ეს ქვეყანა უყვართ და უყვართ მისი კულტურა, პატივს ცემენ, ვეფხის ტყაოსანი, თამარ მეფე და რაღაცებს ჩამოთვლიან, მაგრამ ყოველდღიურობაში უნდა დამტკიცო ის, რომ პატივს ცემ შენს კულტურას და შენს ქვეყანას, თორე ესე სადღეგრძელოებში ყველანი ძალიან მაგრები არიან და ეგ მაგითი არაფერი არ გამოიხატება თუ რეალურად არ დავინახეთ რეალური შედეგები და ეს სოფლის კლუბად ქცეული მწერალთა სახლი მაგისი ძალიან ნათელი გამოხატულება კრიტიკული აზრიც ისმოდა ხოლმე იქ შეკრებილ ადამიანებში ღონისძიებებზე და ასე შემდეგ და ეხლა ეგ პროცესიც რაღაცნაირად მინაუდა და ვისაც ქონდა მაგისი მცდელობა ბოლო დროს ძალიან დასაფასებელი მე მგონი ამ ბოლო დროს რამე თუ მსგავსი მოხდა და ვიღაცამ ხმა მოიღო მწერალთა სახლში იყო სულ ბოლო ღონისძიება როცა იტალიიდან ყავდა ჩამოყვანილი ცნობილი მწერალი ქალი, რომელიც უაი დიქტატურასა და მსგავს თემებზე წერდა ასაკოვანი და ორადორი ადამიანი აღმოჩნდა იქ, რომლებმაც აი ამ თემაზე კითხვის დასმა გაბედეს. ეს იყო მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და მწერალი თეონა დოლენჯაშვილი და მათ კითხეს დღევანდელ რეჟიმის პატიმრებზე ზვიად რატიანსა და მწერალ ზვიად რატიანსა და ბექა ხრიკულზე და იმ ხალმა რა თქმა უნდა უპასუხა რაღაც არ ვიცნობო კარგად ამ თემას თუ რაღაც მაგრამ ჩემთვის მათ საგულისხმო ფაქტი ის იყო რომ როცა ხათუნა ცხადაძე ლაპარაკობდა ბექა ხრიკულის თარგმნელი უცხო ენაზე ვინც არის ის ქალის ახალი არ ვიცი ეგ ეუბნებოდა ხათუნას რომ აქ ამის ადგილი არ არისო ეხა ამის გარჩევის არა და თვითონ არის იმ წერლის მთარგმნელი უცხო ენაზე რომელიც ციხეშია და რომელზეც კითხვას სვავდნენ და აი ასე როგორ უნდა დაკარგო ადამიანობა მით უმეტეს კულტურის წარმომადგენელი რო ხარ მთარგმნელი რო ხარ მწერალი რო ხარ შენგან უფრო მეტს მოიღლის ადამიანი რა და
ეს სახე როგორ უნდა დაკარგო და მე შენ ან თარგმანს რა ფასი აქვს, ან ნაწერს რა ფასი აქვს და ან საერთოდ მოქალაქეობას რა ფასი აქვს საერთოდ. 0. თქნერად. 0 არ ვიცი, მაგრამ 1000 რაღაცა ადამიანი გამოყარეს გერმანიიდან. 1379 ქართველი დაადეპორტეს 2024 წელს. სტატისტიკა დადო თვითონ გერმანიამ 17000 რაღაცა ადამიანი დაადეპორტეს ზოგადად და აქედან ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი 1379 და თურქებიც ოდნავ ჩამოგრჩებოდნენ. და რა თქმა უნდა ავიშვიშდნენ რომ ეს როგორ გაგვიბედესო და ნუ რა ვიცი როგორ გაგვიბედეს და ძალიან ნორმალურად ჩვენ იმენ დავამხეთ გერმანიის ელჩის ყველაფერი და რა ვიცი რა არ ვეძახეთ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბათუმში ამ ადამიანს და იმათმა როგორ გაბედეს და არალეგალურად წასული ადამიანები რომელიც ღმერთმეძის იქ რას აკეთებდნენ ესენი დაადეპორტეს მაგრამ ჩემი საყვარელი არის ზოგადად ქართველები სოციალურ ქსელში და მათ შორის პოსტი რომელიც დაიდო სადაც ეს ნიუსი იყო რამდენიმე კომენტარი იყო განსაკუთრებით ამაღელვებელი შეიძლება ითქვას და ეს რა წავიკითხო უბრალოდ დღეს ვერ დავიძინებ თქვენც უნდა იცოდეთ ცოტა დიდია მაგრამ თავიდან ბოლომდე არის გენიალური ასე იწყება ხო ქართველები ადეპორტონ მაგ ჰაშისტებმა და ყავდეთ ზანგები არაბები ავღანელები ალბანელები ის არის რომ ალბათ გერმანიასთან ძალიან ახლოს არის მაგიტოა რომ ყველა დღე გერმანიაში და საფრანგეთში არის ქალებზე ბავშვებზე ძალადობები მკვლელობები მანქანების ძარცვა და მრავალი სიბინძურე საქართველოში ეს მსგავსი ალბათ არც გაგიგეთ. ქართველმა შეიძლება მოიპაროს მაღაზიაში, მაგრამ არ მოკლავს, არ იძალადებს სექსუალურად, არ იბარიგებს ნარკოტიკებით. ანუ ქართველებისგან გაუკვირდა ეხა ფემიციდი, ბავშვებზე და ქალებზე ძალადობა, ბარიგობა და კაი, რაღაცა მაღაზიას ძარცვავს, ხო, უნდა შეარგო ადამიანს. ოჯახს არ ჩანს პატიოს. რაკნას? ანუ მან მეორე კომენტარი იყო ჩემი საყვარელი. ხო და ეხლა ზანგებს ატყურებინეთ თავი. არა, ის არ ეწერა, უფრო კულტურულად ეწერა. ხო და ახმარინონ თავი აფრიკელებს. ახლა ქართველები რო ჩადიან გერმანიაში, ის გერმანელი ქალები, ეს რუსის ნაშებზე რო არის ერთი მითი და მეორე მაგაცე გონიათ, რომ ესეთ ფეხებ გადაფარჩხულილოდებიან, აი ოღონდ ქართველი ვინმე გელა ჩამოვიდეს. ოი. ოი. მოკლედ. ვანა გელა არ ვიცი და კეტი პერი რომ ჯასტინ ტრუდო დაითრია. აბა, მე ხო, ჯასტინ ტრუდო იყო კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყველა ქრაშავდა და ცოტა ხნის წინ დაშორდა ცოლს და რას ვიფიქრებდი, რომ კეტი პერი ჩაიგდებდა ხელში. აბა, ბლუმის მერე კეტი პერი, მაგრამ კეტი პერი ძალიან ის არის. ნაციონალკა. Deep State-ის აგენტი. ხო, სხვათა შორის ახლა ბოლოს ხო ვნახეთ, რომ საქართველოსთან ჩასულმა ერთმა კარგმა ბიჭმა რომ რაღაცა მესიჯი მიაწოდა და მან რო თქვა რომ ჩვენ საქართველოს გვერდში ვდგავართ და დემოკრატიის გვერდშიო და ჩვენ რო არ ვილაპარაკოთ ამაზე, მოდი პირდაპირ მას ვკითხოთ, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი. როგორ გააკეთა ეს ყველაფერი? ვაგრძელებთ ბრეჭკისთან ერთად, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ბერლინიდან და იქ ჩაატარა საოცრებები. ხო, და რაღაც პიტერ პენივით ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ბერლინი ეს ერთი და მე მეორე კიდე კეიტი პერი. ხო. ხო. როგორ მიაღწია კეიტი პერამდე? ეს იყო ძალიან დიდი ხნის ოცნება ჩემი ბავშვობის და ჩემი შინაგანი ბავშვის გაბედნიერება მინდა ზოგადად ყოველთვის. მგონია რომ ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენ პატარა ბავშვს ეფერები რა, იმიტომ რომ მაგ დროს ხარ ყველაზე რეალური, სანამ ათას ნიღაბს მოგარგებს მერე სამყარო. ხო და ვიყიდე ბილეთი, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი რომ წავსულიყავი, კეითი როგორი კემპი არის და როგორი სტილიც აქვს იცით და peacock აქვს სიმღერა. I wanna see your peacock, cock. მეტაფორა ხდებით sexual innuendo-სი და ჩავმივედი ფარშევანგის ფორმით და პლაკატი გავაკეთე, აქეთ მქონდა flew to hug ეწერა და მეორე მხარეს რო გადმოატრიალებდი ეწერა peacock. ანუ ჩვენ ყავს აქეთ მხარეს ყავს მანანა თოდაძე ფარშევანგი გალიაში და იბაწყავთ კეტი პერი. ხო და ძალიან სასაცილოა, ეხლა ძალიან ბევრი მიმი წამოვიდა და ამბობენ რომ კოცებს ყავთო ქეთო, ეგიდუნაშვილიო და ჩვენო პროგრესულებს ყავს კეთი პერიო და რაღაც ძალიან ბევრი მიმი წამოვიდა. და ორჯერ გაგამეორებინა თან, ხო? ორჯერ გამამეორებინა, იმიტომ რომ ისე მიცემდა გული, რომ აი ესეთი ვარიანტი მქონდა. რომ თავიდან what's your name მომკითხა და my name is ეს ოპასუხა და შეხტა საერთოდ და თან ალბათ ისე ჩქარა ვილაპარაკე თავიდან, იმიტომ რომ რავი, ახლა პოპულარს ყოს ელაპარაკები, ვისაც ბავშვობიდან უყურებ და სადღაც 10 წამი გაქვს, რომელიც უნდა გამოიყენო, რომ
ალბათ ჩავარაკრაკე და შემანელებინა, გამამეორებინა და მოგაფიქრდა რომ ეგ უნდა გეთქვა. არ ვიცი, ორგანულად მომაფიქრდა. Where are you from? მითხრა და საქართველოსდან ვარ და საქართველოში რაც ხდება ბოლო რამდენიმე წელი სამწუხაროდ უკვე, ანუ ერთი წელიც არა, უკვე 2-3 წელი არის ამ უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ვართ ხო რა. პირველი top of mind reference ის იყო, რომ პლატფორმა უნდა გამომეყენებინა, არაფერზე არ დავფიქრდი და ეგრევე დავიქოქე და ჩავირთე. ძალიან მაგარი ხარ ჩემი აზრით. მადლობა. ერთი მაინტერესებს კიდე მაგ პროცესში როცა შენ მაგას ეუბნებოდი სცენაზე ვიღაც ბიჭი ავიდა და რაღაც პლაკატს აჩვენებდა რა ხდებოდა? ეს იყო მოცეკვავე და პლაკატი რომელიც ხელში ეჭირა იყო ჩემი გაკეთებული პლაკატი რომელიცაც მივიყარი ყურადღება თავიდან მე გამომართ ეს პლაკატი და მე კიდე დამიბრუნა. საყოველთაა. და სხვა შორის აი ეგ მოცეკვავეც ძალიან დიდი სუპორტი გამოხატარა მე მოვიდა ესეთი რაღაცები გაკეთა work და რაღაც მოკლედ ძალიან დიდი სუპორტი გამოხატა მთელმა არენამ და კონცერტის მერე სხვათა შორის გამოვდიოდი და იმიტომ მეყვარს საზღვარგარეთ მოგზაურობა და კონცერტები რომ სრულიად უცხო ხალხთან არავინ არ გიცნობს თქვენ მედიას აკეთებთ და იცით რომ საქართველოში ყველას რაღაც წინასწარი შთაბეჭდილება აქვს თქვენზე შექმნილი იქ რომ მიდიხარ არავინ ხარ და კონტაქტები რომლებიც ჩნდება ძალიან ორგანულად და ესე მე და უცხოელები ყველა მთელი მსოფლიოს ხალხი ვიდექით დინამიკი გქონდა ჩართული გარეთ ვცეკვავდით სტადიონის გარეთ და ვიღაც ხალი მოდის ჩემთან და მეძახის hey boy from Georgia და მთელი კონცერტის highlight-იო იყო შენი სპიჩიო ძალიან მებრძოლები ხართო გვერდში გიდგავართო ძალიან მაგრები ხართო და მე ტრავმებზე მუშაობ და თუ შენი პირადი ტრავმებზე მუშაობა დაგჭირდა ან თუნდაც ქვეყანაში ისეთი კრიზისია რომ შენ მეგობარს დაგეხმარებით და უფასოდ ჩაგიტარებთ კონსულტაციას რა და ანუ აი ეგ არის ზუსტად ჩამწერეთ უჟეილება დელიერი ჩოგწერეთ Instagram-ის კონტაქტს შენს ოკეი სარგებელს ვიხეირეთ თან ეგეთ რაღაცებზე გული მიჩუყდება მგონი მე ასაკის ძალიან ხარია ხო და მითხრა თვითონ რომ 52 წლის ვარო და ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიო რაც მინდოდა რომ გამეკეთებინაო და მინდა ვეხარო სხვებს დავეხმაროო და სიამოვნებით გამოგიწოდებთ დახმარების ხელს ძალიან საყვარელია მართლა რამე ესეთი კოლექტიური მკურნალობა რო ჩაგვიტაროს დისტანციურად ჩაგვიტაროს მაინც კოლექტიური არის ცნობიერის ამბავია და ცნობიერიც დავი კოლექტიურად გერმანელი იყო ალბათ თუ არ ვიცი სადაური იყო არ ვიცი სადაური იყო, მაგრამ მეუღლესთან ერთად იყო და ის კონცერტზე იყო მეუღლესთან ერთად. ანუ მინდა რომ ამ They were living კონცერტს their ხალხს ეგეთი teenage dream. ცხოვრება, რომ 40 გაცილებული. და კონდეს ამის საშუალება და რა ვიცი ხალისიც. მაგრამ აქაც სტატია 40 წელს გადაცილებული ანრი ჯოხაძის კონცერტებზე თქო. კი. მოდ უკეთესი კონცერტებიც იმართებოდეს, ესეც დავამატოთ. ხო, წესებს აგიხსნე ძალიან მარტივად. აკრე 10 კითხვა, 2 თამაშია. 10-დან იღებ მხოლოდ 8 ფურცელს და შეგიძლია 2 დაარეჯექტო. ოკეი. თუ არ დაარეჯექტო, ბოლოს 2 რაც დარჩება, ისე რომ ვერ ნახავ, ავტომატურად გაიცხრელება. ოკეი. ანუ 10 კითხვიდან პასუხობ 800. კი. Cool. რეჯექტის უფლება გაქვს 2 ჯერ. კაი. ეს იმ კონცერტიდან მოყვა? არა, ეს სხვა ამბავია. ეს არის შვეიცარია, ციურიხი, 30 აგვისტო, როცა ბიბირექსა არის მომღერალი, გეცოდინებათ, ჩემი ბავშვობის კუმირი, ძალიან მიყვარს, ჩავეხუტე და ჩემი სახელი იცოდა. I love you brio მეუბნება. შემიძლია განახოთ receipts. და ანუ არ ვიხსნე. ძალიან მიყვარს, ზოგადად ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი, სულ მინდოდა შოუ ბიზნესი და მედია მეკეთებინა და სულ მეგონა რომ არ გამოვიყურებოდი კარგად იმ საქმისთვის, რისი კეთებაც მინდოდა. ამას დაემატა ისიც რომ ცურვაზე დავდიოდი, ცურვაზე რომ დავდიოდი ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, მაგრამ მაინც პუტკუნა ვიყავი სხვათა შედარებით და მეუბნებოდნენ რომ ჭარბწონიანების სასტავი აბა წავიდა თქვენი ჯერიაო, ჩემი შეჯიბრი როცა იყო ხოლმე და ნუ იყო რაღაცები. ჩემი მსაჯი არა, მაგრამ ერთ-ერთი მსაჯი. და რაღაცები ჩამრჩა რა და ბიბირექსა არის ის ადამიანი, რომელიც ანუ ტიპური პოპვარსკვლავის ვიზუალი არ აქვს, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულია, ძალიან კონფიდენტი არის და აი ახალგაზრდებს სულ მესიჯებს უკეთებს, რომ შეიყვარე შენი თავი, love your body, work on your body for you და ჩემთან ძალიან რეზონირებდა ეს ყველაფერი და 30 აგვისტოს ბიბირექსად ციურიხში ვნახე. და შედაიცოდა შენი არსებობა? იმიტომ რომ იქამდე Instagram live გქონდა ერთად თავის ფანებს შეთავს ხოლმე Instagram live-ში და 15 წუთი ვილაპარაკეთ, ისე ვილაპარაკეთ, რომ ანუ საერთოდ არ მოგუწყენია იმას და პირიქით თვითონ მითხრა I love you so much და სიამოვნებით შეგხვდები კონცერტის მერეო. არ შემხვდა, იმიტომ რომ არის ცალო და არ უპასუხია მაგ მესიჯზე, მაგრამ ჩამეხუთა მაკოცსა და ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა დავადების დღის ნიშნისთვის. დავადების დღე ქონდა და პოსტერი გავუკეთე აქ happy birthday თქო და პირველ რიგში რო ვიყავი, მთელი სტადიონი ვამღერე. და საყვარელი. თავის Instagram-ზეც დამპოსტა სხვათა შორის. მე მახსოვს რომ ოფენიერზე მიასთანაც გქონდა ურთიერთობა. ვარსკვლავში ტრია.
ესე იგი მე ვინც მეხსედა მია, ქიმიური ბიბი, რეაქცია, ბიბი ხო. როგორ თქვი, ბიბი მე რექსა. ბიბი რექსა, კეიტი პერი და მერსი სულხანიშვილი, ანუ სულ ვარ მერსი სკოლაში. სულხანიშვილი, ან რავი, მერსი სულხანიშვილი. ადგილობრივებსაც წავ. ეგრე გამოდის. მერსისთან ერთად არ ვარ, დავშორდით. ჩემი და მერსის ურთიერთობა რაც იყო მეგობრული ურთიერთობა, 2-3 წელი არის ღირებულებების და ფასეულობების გამო ჩამოშორებული არის უკან და 2-3 წლის წინ ბავშვი ვიყავი და დაგაგოიმა. გონია რომ ხო რაღაც როცა ახალი ხარ და შოუ ბიზნესში შედიხარ და ახლა იწყებ რაღაცეებს, გონია რომ ადამიანი რომელიც გაგიღიმებს და მეტყველებას შეგიქებს, შენი მეგობარია და არ ხდება ეგრე ზოგადად და ყველა უშევთ შეცდომებს. ოკეი, მოდი დავიწყოთ და მერსის კიდე შევეხებით დარწმუნებული ვარ. ოკეი, Prime House-ს ბევრი კითხვა იქნება სავარაუდოდ ახლა აქ. დიადარ ოკეი. გვაინტერესებს ეგ ამბავი. შეიძლება ერთი იყოს კი. ჰეითერი რომ იყოს IELTS-ის ტესტი, რა ნაწილი იქნებოდა? Reading-ი, listening-ი, speaking-ი თუ writing-ი? Speaking-ი არა, იმიტომ რომ speaking-ის დროს main character-ი მე ვარ და შენზი ხარ და მისმენ. Writing-ი შაბლონური არის და ჩემი ჰეითერები ძირითადად შაბლონურები არიან ხოლმე და ან რაღაც წინადადებები არის რომელსაც უნდა მოვარკვევ. სავარაუდოდ writing-ი იქნებოდა კი. Reading-ი ხანდახან საინტერესოა ხოლმე და listening-ი კიდე easy peasy lemon squeezy. ხო, writing-ი იქნებოდა ფორმალურად. თაკომაც ეგრე იბარავდა რომ მაგას იტყოდი. მაგრამ აღარ უკან ნახე კითხვა. რაღაც ჩარჩო რა. ხო, ეხლა რო გამარტოთ ვინმე თუ არ იცის, რატომ მოვიდა ეს კითხვა, შენ ასწავლე კიდეც და სწავლობ კიდეც ეს კითხვა მოვიდა იმიტომ რომ ვარ ინგლისურის მასწავლებელი თქვა არ მინდა რომ თქვა იმიტომ რომ ჩემი სკოლის მასწავლებლები მახსენდება რომლებიც აი ქართულის მასწავლებელმა ერთხელ თემა მოგცა არგუმენტირებული რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის რომელი არის კარგი ევროპასთან ურთიერთობა თუ რუსეთთან ურთიერთობა დავწერე ევროპასთან ურთიერთობა მე 7 კლასში ვარ 6-იანი დამიწერა ძალიან ბანზი თემაო სახში მივედი ჩავატარე ექსპერიმენტი იგივე თემა დავწერე ოღონდ რუსეთი ვაქე და ვადიდე რომ რეაქცია მენახა და ანუ 10-იანი დავიმსახურე და ტაში და აპლოდისმენტები ხო და ეგ მახსენდება პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდი რომელსაც ცხოველების ფერმას ვეძახი ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა ძალიან მაგრამ აი მოკალიან მოკვდიან რაღაცა ეგეთი რაღაცები მასწავლა რა ბულერიც ვიყავი დაბუნებულიც ვიყავი და ნუ საბოლოოდ როლში აქ წარმოდგენილი სულ ცენტრალურ უბნებში ეგ სკოლებს ახასიათებთ მეც ვიყავი ბულინგის მსხვერპლის და ბულერიც კი ეგრე არის ყველა როლს ირგებ რაღაც დროის განმავლობაში თორე კი არ მინდოდა ისე შენი ჰეითერები რა კატეგორია არის სოციალურ ქსელებში ჩემი ჰეითერები არიან ხოლმე ძირითადად რაზე გაჰეითებენ არ მინდა რომ ვთქვა რომ ბოტები არიან და რაღაც ეგეთი იმიტომ რომ რავი ადამიანები არიან მაგრამ არ მოსწონთ ის რომ ვანათებ რა ამას ვიტყვი. ვანათებში გულისხმობ იმას, რომ ძალიან აქტიური ვარ, ძალიან აქტიურად გამოვხატავ ჩემ თავს, ექსპრესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცას ფიქრობ, ვამბობ და ანუ too hot to handle რა. როგორ ამბობ რაღაცები მაგაზე ალბათ სავარაუდოდ და კიდე პლუს არ უყვართ, რომ საუბრობ და ლაპარაკში მომყავს რაღაც ჩემი გამოცდილებები, რას პროფესორობ ძალიან ხშირად მოდის აი ესეთი ამბები, 2 წლის ბიჭია და პროფესორობს და ანუ რაღაც ეიჯიზმიდან გამომდინარე. რომლებიც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს და რაღაც საერთო ქვაბში მოიხარშნენ და ინდივიდუალურად ვერაფერს ვერ წარმოადგენენ და ვერ შედგნენ. ყოველთვის ეგეთი აგრესიული რეაქცია აქვს ხოლმე მათზე უმცროს ადამიანებზე, ვინც რაღაცა გააკეთა ცხოვრებაში. და მე მგონია რომ განსაკუთრებით ადამიანი თავის აზრს რო იძახის, რა საკის არ უნდა იყოს, ოღონდ პატარა თუ არის მანდ ჩააჯერენ რომ შენ რა იცი, ჯერ გამოცდილება არ გაქვს და 2 წლის ხარ როგორც შენ თქვი. აი, მაგაზე ყველაზე მეტად ენთებიან. ძალიან ენთებიან და ხო, ინგლისურს ვასწავლი. მუშაობ ახალგაზრდებთან, იმიტომ რომ მე თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი Flex პროგრამით მე-9, მე-10, მე-11 კლასელებისთვის არის და ძალიან კაი შესაძლებლობა იმისა, რომ თუ ფინანსური რესურსი არ გაქვს, გახვიდე, იქნებ გაიმარჯო, გადახვიდე ოკეანის მიღმა და იქ იპოვო შენი თავი. ანუ ჩემს ფორმირებაში ძალიან დიდი გავლენა იქონია მაგ პროგრამამ და ვეხმარები ბავშვებს, რომ ისწავლონ ინტერვიუზე როგორ უნდა მოიქცნენ, სამოტივაციო წერილები როგორ უნდა დაწერონ და რაღაც ყუთის მიღმა როგორ იფიქრონ, პერსონალურ ბრენდინგს ვაკეთებთ და მე კი მიფრინავენ ამერიკაში. რამდენი წლის ხარ სწავლობ უნივერსიტეტში? ვასრულებ უნივერსიტეტს, ბიზნეს ადმინისტრირებას ვსწავლობ, იმიტომ რომ safe choice მინდოდა რომ ამეღო და მედია მინდა ძალიან რომ გავაკეთო მასტერსი ევროპაში. კარგია, წარმატებები. მადლობა, ხო და IELTS-ი ჩაბარება მეც გამჭირდება. ყველაფერი გამოგივა და ეგ მომწონს ყველაზე მეტად ამ თაობაში და იმედია მაგას ვერასოდეს ვერ ჩაკლავენ, რომ რაღაც მიზნისკენ აი თავით რომ მიდიან რა. მე მგონია რომ მანიფესტაცია, ანუ მართლა მუშაობს, მანიფესტაცია მუშაობს მართლა და ანუ the power of thought ვიზივარ ხოლმე ხანდახან ღამე ძილის წინ და ანუ თვალებს ხუჭავ და წარმოვიდგენ როგორი მინდა ხვალინდელი დღე რო იყოს და არ ვიცი, ანუ მართლა მუშაობს. ვისაც ჯერა მისთვის კი.
კი, ჩემ უნდა დროს ვირწმუნოთ. მანიფესტაცია კი არა, რაღაცას რო გააკეთებდი, ზედმეტად არ შეგაქონ, იმიტომ რომ მე ამ ბავშვს რაღაც თავში არა უვარდეს, რაღაც ეგ უგეტრებებია. ამბავიც არის კი. თქო რამდენი წლის ხარ? 31-ის. მართლა, მე მეგონა ჩემი თაობის იყავი, ანუ მართლა გეუბნები. ჩემ დროს ისე იძახის რომ გეგონება ანუ ეხა 10 წელი ძალიან დიდი განსხვავება, მაგალითად ანუ რა შესაძლებლობები და რანაირად რა თქმა უნდა, ინტერნეტ ბუმი და დებიან, ხო. ჩემ დროს ინტერნეტი ეგეთიც არ იყო, ცოტა ხელმისაწვდომი არ იყო. ისეთი ხილი იყო მარტო არც ჩემ დროს. ბობოლების. მე მახსოვს რომ პატარა რო ვიყავი, მაგ დროს იხოდებოდა, ასე ვთქვათ, ადნაკლასნიკი და ყველა მაგას დატრიალებდა და მე ვერ მოესწარი. ჩემ დროს უკვე Facebook-ზე ვთამაშობდი Pet Society-ს და რაღაც კი, 2009-ში გავაკეთე Facebook-ი ფეთის ათამაშო და ჩემ ფეთი იყო გოგო. და ამას ძალიან მაბულინგებდნენ ხოლმე და თავს მით ვიმართლებდი რომ ჩემი და იყო ახალ დაბადებული, ვაიმე რა კრინჯობას ვიძახდი ხარ რომ ახსენება ძალიან მწვენია და რო გაიზრდება მინდა რომ ეს დავუტოვოთ ხო. აი ბავშვებს ახლა ვერც წარმოუდგენიათ რომ YouTube-ი ოდესმე არ იყო და მე რომ ანუ მე უკვე დიდი ვიყავი YouTube-ი რო გაჩნდა სანამ ახლა იქ მოიხოდებოდა და მაი ვიდეო იყო სამაგეროდ ბარაბდა. 2000 მე YouTube-ი არ მქონია ესე არასდროს ბავშვობაში რომ რა მაქსიმუმ კლიპებს უყურებდი აგერ Katy Perry-ს California Girls-ზე ვიძინებდი და ვიღვიძებდი როარზე და ანუ ეგ იყო. აი როა რო გამოვიდა უკვე დიდი ვიყავი. მე ვიყავი მეხუთე კლასში. მახსოვს. არ ვიცი მე რამდენიც ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად ვერთობოდი. ხო, ან ძალიან კაი იყო მართლა. კლიპებს ველოდებოდი, ვუყურებდი, მე სკოლაში მივდიოდი და კლასელებთან ერთად განვიხილავდი, რაღაც ლობიას ვჭამდით კაფეტერიაში და თან ვლაპარაკობდით ამ კლიპებზე და ძალიან კაი იყო. აუ კარგი. და ჩემ დროს როცა მაგხელა ვიყავი, რაღაც სერიალებზე ვლაპარაკობდით. დიდი. მე ორივე, მე გარდამავალი პერიოდი ვარ თქვენ შორის. და ნიჭიერის განხილვები და ცეკვავენ ვარსკვლავების თამაში და რაღაცები არ გქონდათ თქვენ სკოლაში? მე მგონი კი არ ვიცი. ნიჭიერი კი და ცეკვანოს კლუბი უკვე აღარ მახსოვს რა მოგეტყვა. ნიჭიერი იყო, ჩემ დროს მაი ასათიანი იყო და პროფილი იყო ტოპი. მე პროფილზე ვიძინებდი ხოლმე, უნდა დამეძინა სახლში პროფილი რო დაიწყებოდა ხოლმე, ან ნანკა გაუტოზიშვილის სიცრუის დეტექტორი და ცენზურა იყო. ხო, ჩემთანაც იყო ცოტათი. აი ჩემ დროს მე რომ მაგხელა ვიყავი, იყო ის რაღაც რეალიტი შოუ რო იყო რა რქვა? ნატა გულიაშვილი რო გამოდიოდა ამ ტანები. მაგის მერე რო იყო. ჯეობარი იყო ჩემთვის. ჯეობარს ვერ მაყურებინებდა. მე ჯეობარს ვერ მოვესწარი. მაგრამ ნატა გულიაშვილი და ამ ტანები ვიცი ძალიან კარგად. ნატა ხო ცალკე აიქონი არის შოუ. ნატა გულიაშვილთან შე რო რაღაცა იმაიმუნე ეგ მახსოვს რომელი ისასო თუ რა. ხო, ესასო. გასაკეთებდი ნატას და მეც ვიცი ნატას ხო შორის კარგად. ნატას აქვს ტელევიზია, თრიალეთის ტელევიზია და მე მიყვარს ნატა ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ თავისას უბერავს, თავისას ისწორებს და აკეთებს იმას, რაც უყვარს და ანუ ძალიან უბოროტო ადამიანი არის. ძალიან უბოროტო არის განსხვავებით ამ Prime House-ის ლაგამაბჯენ მარგალიტებისგან. ნატა არის ძალიან სუფთა ადამიანი და მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ. კი. მე ისე კარგად ვიცი რომ მას სახში ცოტა კიდე ყველას გვიქრის და ეგ საერთოდ არ არის ნამდვილად. გავაკეთე. თავი არა ბოროტი არ იყო და სხვაებისთვის ცუდი არ გინდოდა. ზუსტად. Next. შემდეგზე გადავიდეთ. კაი ეს? გავათავეთ. თუ გინდა გადავაკეთე რა ვიცი რა. ASMR-ი გავაკეთოთ. კაი. სამი red flag-ი ურთიერთობაში. red flag-ებზე თუ დავილაპარაკე, რა ვეღარ გავჩერდა. მე ხანდახან მგონია ხოლმე რომ ძალიან კრიტიკული ვარ მე თვითონ ჩემი თავის მიმართ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობა. სერიოზულად. ან ეხლა ხო არ ხარ ურთიერთობაში? არ ვარ, ეხლა ურთიერთობაში არ ვარ, ურთიერთობა მქონია და red flag-ი პირველ რიგში არის ეჭვიანობა. რამდენი ხანი? რამდენი ხანი იყო ჩემი ურთიერთობა? ერთ წელიწადზე ცოტა ნაკლები. ეხლა რო გითხრათ 7-8 თვე მოგატყუებთ, მაგრამ ერთ წელიწადზე ცოტა ნაკლები რა და ჩემთვის ეგ ძალიან დიდი დრო არის. ზოგადად კი, ჩემი რეკორდიც ეგრეა 11 თვე და რაღაც. ტყუპები ვარ. ვენერაში კიდე პლუს ტყუპები მყავს და ანუ ესე მიქრის ხო ხდები და ის მალე გბეზდება ყველაფერი. ხო და თან კიდე პლუს რაღაც თავდაცვითი ინსტინქტები მაქვს ხოლმე მე თვითონ ძალიან რომ მე დავაშავო რაღაც სანამ სხვა არ დამიშავებს და მე ჩემ თავზე ვიგრუზები რომ არა არ გინდა take it easy რაღაც და მოკლედ ძალიან ჩახართული ამბებია. კაი. სამი red flag-ი ურთიერთობაში. კაი, პირველი red flag-ი არის ის რომ დილამშვიდობისა და ძილინებისა გამოწერილი არის და უნდა უსურვოთ ერთმანეთს, ანუ ორგანული როცა არ არის და დილამშვიდობისა ჩემოსიყვარულო, ძილინებისა ჩემოსიცოცხლე არ შემიძლია მე ესეთი რაღაცები. პირველ რიგში ეგ არის red flag-ი, იმიტომ რომ გეგონება რომ სამსახურიაო და რა ურთიერთობა თუ სამსახური ხდება, всё, იქ ყველაფერი მთავრდება. ერთი ეგ. მეორე არის ის, რომ შენი მეგობრები იცნობენ და იმისი მეგობრები არ გიცნობენ ან პირიქით, ანუ თუ ურთიერთობაში ვართ, სამეგობრო წრეები აუცილებლად უნდა დავაახლოვოთ რა. მარტო შენ არ უნდა იყოს ჩემ მეგობრებთან, ან მარტო მე არ უნდა ვიყო შენ მეგობრებთან. ესეც არის red flag-ი, იმიტომ რომ მგონია ხოლმე რომ მე რაღაც სხვა ამბები არის იქით კიდე რა.
და მესამერეთ ფლეგი. აჩენს რომ რატომ ალავს თუ რაღაც. კი, აჩენს, როგორ არ აჩენს. და მესამერეთ ფლეგი არის იცი რა, ნამუსზე აგდება, ნამუსზე რო აგაგდებს რა, რომ ეს რო გავაკეთო გეწყინება და ანუ რო იცის რომ იტყვი რომ რავი, კაი მიდი გააკეთე რა და მაინც რო გააკეთებ რა. აი ეგ. შენი სამი მაგალითი იყო ერთი ურთიერთობიდან გამომდინარე მაგალითები. არა. არა? არა. რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება დამჭა რომ რაღაც კონკრეტულზე ლაპარაკობდი, კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ ქცევებზე. არა, მაგრამ თუ განვაზოგადე. დაგხალა მე მგონი. მე ზოგადად ძალიან მარტივად ვიყლები მართლა რა. მე მაგალითად იმაში არ გეთანხმებ, რომ დილამშვიდობისა და გამშვიდობის გამოწერილი კი არ არის, უნდა ქსიამოვნებდეს ამის გაკეთება და ოკეი არა. მე მაგალითად ვასწავლი ინგლისურს რა და მქონია შემთხვევა, როცა ურთიერთობაში ვიყავი და ანუ იცი რომ ინგლისურს ვასწავლი, იცი რომ სულ ქოლში ვარ, მირეკავ და რო არ გპასუხობ, იმიტომ რომ მე ჩემ ქოლში ვარ, მე ბრასტები რომ რატო არ იღებ, რატო არ იღებ. ეგ საერთოდ სხვა რაღაცაა. ეგეც ცუდი რაღაცაა რა. აი ეს ზედმეტი attachment-ი არ მიყვარს და თუ რაღაცა ანუ განა არ უსურო მე ეგრე გავიგე ყოველ შემთხვევაში. თუ შეყვარებული ყავს, როცა ანუ ხომ იცოდეს როცა იძინებ, რომ აღარ მოგწეროს ან არ დაგელოდოს ან რაღაცა. ხო, მაგრამ აი ანუ წავედი ვიძინებ, შეგიძლია თქვა, არ არის აუცილებელი რომ ძილინებისა ჩემო სიცოცხლეც სული მაქვს გათენდეს ხვალინდელი დღე და ესპრესოს როგორც კი დავლევ, შენი ლამაზი თვალები დავნახო. ანუ ეგ არის. შაბლონა თუ შევინახოთ და დავაკოპიროთ კოპი პასტა. ხო, სუპერკალი ბრაშილისტი ექსპიალი დუჟოს თუ რაღაც რო არის ეგრე. ანუ ამბავი არის რომ თუ ერთ ხამეს ეგრე არ მოხდა და არ მოგწერე, მაგის გამო ისტერიკაში არ უნდა ჩავარდე. ხო, ზუსტად და თან კიდე პლუს მაგრამ პლევას ეს არის მის. რა არა მესმის ჩემი მისაჟი გაყოფილი არ გახსოვს? არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ვთქვათ რა, შეიძლება რომ ანუ სიჩუმე უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე ლაპარაკი ურთიერთობაში და ძილის წინაც ჩემთვის სიჩუმე უფრო კომფორტულია, ვიდრე ლაპარაკი. ხო. მეგობრობის ნაწილზე გეთანხმები 100%-ით. კი, ნამდვილად. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგეც. შემდეგი. შენ ლევან, შენც თქვი. რა? აი, აშკარად გძნობ რომ red flag-ები. შენი red flag-ი თქვი ერთი თქვი, იმიტომ რომ აშკარად ენა გიქავება. red flag-ები? ვაი, მე არ ვიცი. თვალებში გიყურებ და გინდა რა თქვა. ან რა, მე არ მევასებიან, აი მისჩანი როგორ თქვა, აი ჟმოტი კი არა, აი ჟმოტი, ხო. მარტო შენ, ანუ მე ვხვდი. სახირივად რო იხარჯები. ადამიანები, რომლებსაც არ აქვს საკუთარი ცხოვრებისეული გეგმა და არიან წარუმატებლები და მუდმივად ჩვენ შემოგჩერებიან ხელებში თუ სხვა ო მე ეგ მეგობრობაში და ნაცნობობაში ძალიან მაღიზიანებს და ყველანაირი ტიპის ურთიერთობაში რა, იმიტომ რომ give and take. კი. ზუსტად ეგ არის. ეგ არ მომწონს, აი ძალიან პატივს ვეფრცა მე რა რაღაცნაირად, როცა არ იციან ცხოვრებაში რა უნდათ და აი 40 წელი ხარანაირად არ იცის ცხოვრებაში რა კი. ეს 40 წლის პირობითად ჩემ ხელა, 30-ის. და ურთიერთობაში კიდე მე ძალიან მიყვარს სპონტანურობა რა, არ მიყვარს ყველაფერი calculated რო არის, რომ დღეს 4 საათზე, ანუ საქართველოში მაგალითად რო ავიღოთ, ხალხის უმრავლესობას სექსიც კი გამოწერით აქვს, რომ აი 2 შაბათი და 4 შაბათი მოდით 11-დან 12 საათამდე დავკავდეთ სიყვარულით, მერე დავიძინოთ და დილით რავი, დილომშვიდობის საქართველოს ვუყუროთ. ანუ ესე არის ძალიან ბევრი ოჯახი რა. დილომშვიდობის საქართველოს არავინ არ უყუროთ. არ ვიცი, ეგ მომაგონდა Good Morning America-ს მაგალითი და საქართველოს ეგ დავაადაპტირე რა. ხო, ანუ ეგ ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის. ურთიერთობა არ უნდა იყოს დაგეგმილი არანაირად და ყველაფერი უნდა მოვიდეს რა, ის ღვასავით ეს ტყუპები ხარ. ხო, რაღაც სასაკის მერე ჯობია რომ დაჭდეს ოღონდ. რა, მაშინ 2 შაბათი 4 შაბათი პარასკევს მე ვერ დავჯერდები. ეგეთი არა, მაგრამ ხო, ეგ უხდება თავიდან ურთიერთობაში. მე სექსი არ იწახდა. რაზე? სექსის დაჯდომაზე არ იწახდი. არა, ზოგადად გულისხმობ იმას, რომ რაღაც ამბავში სტაბილურობა რო შემოდის, მერე არა, მაინც მოსაწყენია ბაზარია რა. ეს ვერი მასქენი. კარგი, შენ თქვი red flag-ი რამე. მე ვერ ერთადერთი მე არ მიყვარს არც ანუ თავარია რომ არ მატყუებდეს რა. ან შევეცდები რომ ყველაფერი გავიგო, იმიტომ რომ არ ვარ გაუგებარი ადამიანი, მაგრამ აი რომ მატყუებენ ან რო ხვდები მაგას რომ ცდილობენ მომატყუონ, აი ძალიან ცუდი შეგრძნება. მე მაინტერესებს თქვენგან, აი ურთიერთობაში საწყის ეტაპზე რო ხარ რა, ჯერ სახელებს რო არ არქვევ რაღაცებს, უბრალოდ talking stage-ი რო გაქვს და რო ხვდები რომ კი ხართ ერთად, მაგრამ შენ გარდა აქეთ-იქითაც იყურება რა. აი მაგ დროს მაინტერესებს მე თქვენგან, როგორ იღებთ ამას, პირადულად იღებთ თუ უბრალოდ იმის ეგოს უკავშირებთ და ამბობთ რომ იცი რა, თავის ეგოს ყვებავს და მე საკმარისი ვარ და არ არის ეს ჩემი მე საერთოდ ურთიერთობას ვწყვეტ. ოკეი. მე ჩემს თავზე არ მივიღებ იმის პრობლემაა. ხო, ზუსტად ეგ არის. მეც ეგრე ვფიქრობ. მე ყენებისმიერ ურთიერთობაში talking stage-ზე ძალიან გარკვევით გამოვხატავ ხოლმე იმას, რომ ის რა ქვია, რამდენი შორს იყურები მაგ ურთიერთობაში? მონოგამი. ხო, ხოსად ვიწახ. კი. და talking stage-ზე მეჩვენია მონოგამიურად შვიდად ვიყო. ზოგადად ეჭვენი არ ვარ თან. ოკ, ტატიანა.
წავედით red flag-ებიდან. კი, წავედით. თამაში იმპოსტერი. აუღონ უნდა განმანათლოთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი თამაში იმპოსტერი. ლევანი რა განათლებს? ოღონდ იმპოსტერია ძალიან მარტივი თამაში. ჩვენ სამიდან ორ სამოუვა ერთი და იგივე სიტყვა და ერთი იქნება იმპოსტერი და რაღაცა სიტყვა უნდა ვთქვათ მასთან მიახლებული, მაგალითად თუ არის სტადიონი, ძალიან ახლოსაც არ უნდა იყოს, მაგალითად შეგიძლია თქვა მაყურებელი, ან შეგიძლია თქვა სპორტი და ისე უნდა ითამაშო, რომ ორი ადამიანი მიხვდეს, რომ მათ სიტყვა იციან და ვინ არის იმპოსტერი და თან ისე ახლოს არ უნდა იყოს, რომ იმპოსტერმა გამოიცნოს რა სიტყვაა და თვითონაც აყვეთ. თაკო დაიწყენ. სიმშვიდე. ოკეი, ჩემი სიტყვა იქნება ჭია. ჩემი იქნება ბიბლუსი. ჩემი იქნება ეს ერთი სიტყვა არ არის. ხე. ჩემი იქნება ჰარი პოტერი. ჩემი იქნება ყავა. ჩემი იქნება ილუზია. ეხლა მე ვფიქრობ მე ხო არ ვარ თქო. ძალიან კაი სიტყვა იყო. ჩემი სიტყვა იქნება ვაჭრობა. ჩემი სიტყვა იქნება ხომ არ დაგეხმაროთ? კონსულტანტებმა რო იციან ხომ? შენ პირველი სიტყვა რა თქვი? ბიბლუსი. უნდა დავასახელოთ სამივე დავიცვლი და ერთობლივად უნდა ვთქვათ ვინ გქონია, მაგრამ მართლა არ ვიცი. კაი. კაი. სამი ხო. თითი გაიშვიეთ მოკლედ. ოკეი. 3 2 1. შენი ყავი ხო? ხო, იმიტომ რომ ხე ვერ დავაკავშირე ვერანაირად. კი, კაი იყო. წიგნის მაღაზია იყო. ხო, შენი რა იყო? თან დავაკავშირე და მაგიტო ვთქვი. მივხვდი ბიბლუსიო გამოვაწყდა. პირდაპირ სიტყვა თქვა ფაქტობრივად. ოკეი. ხო არ მოიწყინე? არა, გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. ჩემი სიტყვა არის მოჩვენება. ჩემი არის გოგრა. ჩემი არის პრინცესა. ოკეი. კაი. ჩემი სიტყვა არის სათამბჯენი. ჩემი არის კოშკი. შრეკი. ვაიმე რა ხდება? ანუ რა ხდება? ორივე სწორპასუხისგან მე მართლა ჩემი არის ჰოგვარტსი. ჩემი არის ჯადოსნური ჯოხი. დრაკონი. ბულწრე იყო. ეს არის. ჩემი ესე ჩენ ხარ. მე ვარ. არ კაი სიტყვები იყო. რასაც შენ მივხვდი რომ ამაკი უკავშირებდი, ხო? ამყვა. იყო ეს იყო რა სასახლე თუ რა იყო. სასახლე იყო? ხო და გოგრა რო ვთქვი, ანუ ხო, პირველი. მან მაგრამ მაინც ზღაპრული მას არა. დრაკონი რა შუაშია? ჰა? დრაკონი. რა ვიცი, პრინცესებს დრაკონები არ იმაშობიან, დარაჯობენ. რავი არა. აუზი, საცურაო აუზი. დარბაზი. მე დაწვეული თაკოა, მაგრამ ჩემი სიტყვა იქნება რანაირად ვარ მე? სიტყვას ვერ ვფიქრებ. აუზი და დარბაზი. ტერეტო ვერ ვფიქრებ. რაზეც ვფიქრობ, ერთი წუთი. ვეღარ დაჭრი, მიდი. ბოდე. ოკეი. კაი. ჩემი სიტყვა იქნება კარდიო. მაგას რა ქვია? ლენტი. ჩემი სიტყვა ეს მეორე წრე ჯერ მხოლოდ ძალიან რთულია სიტყვების მომფიქრება მაგაზე. ჩემი სიტყვა სალტო. ოკეი, ჩემი სიტყვა არის მადონას ჰანგაფი კლიპი ნახე ხო გაქვთ? აი ეგ. Every little რა ცუდი ბიჭი ხარ? რატო? ეხლა ზადავებენი. არაფერი დასაბნევი არ არის. მაგას არ ვიცი რა ქვია უბრალოდ. კედელი როა კიბესავით. ეგ. რო ეკიდებიან? ხო. მე ვხვდი ხო? მე ვიცახი და დამთავრდა? ხო.
ბატუტი. ეს არის. კი მე რა იყო სიტყვა? ხატრული ტანვარჯიში. ოკეი, ანუ მადონას ჰანგა ფიდეში იჯდებოდა. კი. საქართველოს ელჩი კეითი ფერიბდე და კეითი ფერი მთელ მსოფლიომდე. ხო ვილაპარაკეთ ამაზე. თუ გინდათ კიდე რა ვილაპარაკო? კაი, ოკეი, დავერეჯექტოთ. ოკეი. Shout out to Katy Perry. Life hack-ი, რომელიც ამერიკაში ცხოვრებისას შეიძინა, მაგრამ საქართველოში ვერ იყენებ. ძალიან ბევრი არის და ძალიან ბევრი ისეთი არის, რაზეც აქ ვერც ვილაპარაკებ. მაგრამ ხო, რა გავაკეთე? ძალიან მეზარებოდა. 17 წლის იყავი, როცა ხო, 17 წლის კიდე იყო. უფრო ის არის. ძალიან მეზარებოდა ბევრის კითხვა რა, იმიტომ რომ ამერიკაში რო ვიყავი, მერჩივნა რომ ისეთი გამოცდილებები მიმეღო კულტურული გაცვლით, რაღაც მოხალისეობრივი საქმიანობით და გარე აქტივობების კეთებით და მინდოდა რომ კარგი ნიშნები მქონოდა. ოქროს მედალი ავიღე, მაგრამ სახლში მიდევს და მედალი. ანუ ვებო გავახარე, ჩვეულებრივად და всё. მინდოდა რომ კაი ნიშნები მქონოდა და ბევრი არ მიემეცადინა და ამიტომ მასწავლებლებთან მივედი და ვეუბნებოდი რომ I cannot speak English well. I cannot speak English. Can I use translation during the test? და ანუ ჩვეულებრივად გუგლავდი ტესტზე, კითხვაზე პასუხს და ყველაფერში საუკეთესო ქულები მყავდა და თან ეგონათ რეალურად რომ მართლა translate-ს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ქართულად იყო ტექსტები და ვერ ხვდებოდნენ ტექსტის შინაარსს და თან მენდობოდნენ, იმიტომ რომ კარგი სტუდენტი ვიყავი ისედაც და ჩართული. უბრალოდ ბევრის კითხვა არ მინდოდა სახლში, იმიტომ რომ აქაც წავიკითხავ წიგნებს. ეს კულტურული შოკი რაც ჩახვედი მიიღე რა იყო? კულტურული შოკი მქონდა თავიდან ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ როგორები ვართ ქართველები, რაღაცა ესეთი რომ ვესალმებით ერთმანეთს და იქ ძალიან აფასებენ პირად სივრცეს და დერეფაში რომ დავდიოდი თავიდან აი ესე მესალმებოდნენ რა და მეგონა რომ მაიგნორებდნენ ან რა ვიცი გუშინ რო ფართიზე ვიყავით და ერთი ორი ჭიქა რო დავლიე რაღაც ისეთი ხო არ გავაკეთე რომ აღარ უნდათ ჩემთან ურთიერთობა ესეთი ვიყავი და ბავშვები ხო ბავშვები და მე დავამუღამე რომ რეალურად ერთმანეთშიც ეგრე იქცეოდნენ და არ უნდა მიმეღო პირადულად და მივხვდი რომ პირადი სივრცე არის უბრალოდ ის რაც დასაფასებელი არის მაგათთვის და კიდე ის მქონდა კულტურული შოკი რომ ამერიკა ჩემთვის რავი ყოველთვის იყო თავისუფლების, თანასწორობის, ექსპრესიის, რავი, დემოკრატიის სიმბოლო და რო ჩავედი ინდიანაში, ანუ ეგრეთ წოდებულ ხაშურში, ანუ მართლა გეუბნებით, ნაზუქი არ იყო, თორე ჩვეულებრივი ხაშური იყო. მიყვარს ხაშური. უბრალოდ პატარაა რა და ჩაკეტილი. ხო და Cardi B-ის კონცერტზე მინდოდა ძალიან წასვლა, ძალიან. ფული თვითონ მქონდა შეგროვებული, წამყვანიც მყავდა, ვინც წამიყვანდა, უკან დამტოვებდა სახლში და ნუ არ მიშვებდნენ რა კონცერტზე. იმიტომ რომ ეგო ადრე სტრიპტიზიორი იყო და არ ჯდება ჩვენი ოჯახის ღირებულებებშიო. მასპინძელი ოჯახი მეუბნება ამას და არ წახვალ Cardi B-ის კონცერტზე, რას ნიშნავს არ წავალ მეთქი რა. და სკოლაში დავიწყე მაგაზე ლაპარაკი, რომ არ მიშვებენ, წამიყვანეთ და ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემი მასპინძელი მამა მეუბნება, რომ შენ მაო Cardi B-ის კონცერტმა ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მოგვაყენაო, ეხლა გვეძახიან ფართი ფუფერსო და აღარ გვინდაო რომ იცხოვრო ჩვენთანო სახლშიო და გამომაგდეს რა, მაგ პირველი მასპინძელი ოჯახიდან. სტრესი იყო ძალიან დიდი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აქედან მამა ჩემი მაგრად მაწვებოდა, რომ მიდი მიაწექი, გამოგივა რაც გინდა გამოგივა და ანუ ჩემი ქართველი ოჯახი მეხმარებოდა, რომ არ გავმწყდარიყავი, ასე ვთქვათ რა და თან კიდე პლუს იქ მეგობრები შევიძინე და მე თვითონ მოვძებნე მასპინძელი ოჯახი, რომელიც უკეთ მერგებოდა მე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო რეალურად დაგეგმილი ეს ჩემი გაცვლითი წელი. იმ ოჯახში სადაც უნდა წავსულიყავი, ადგილი აღარ ქონდათ რომ ემასპინძლოთ ჩემთვის, იმიტომ რომ გოგომ ვერ ჩააბარა გამოცდები, კოლეჯში ვერ წავიდა და დარჩა და ის საწოლი რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო, მისი იყო და ვეღარ მივდიოდი მასთან და ამიტომ გაფრენის წინ ბოლო წამს შემიცვალეს მასპინძელი ოჯახი, რეალურად არ უნდათ იმ ხალხს რო ყოველდღე სტუდენტის სახლში, იმიტომ რომ რას ნიშნავს რომ არ წახვალ Cardi B-ის კონცერტზე, იმიტომ რომ ჩვენ გეგმებში არ ზის და ჩვენს ღირებულებებში არ ზის. ბაზიკია. ხო, ანუ it's Cardi B. თან ამერიკაში მიხედა მაგას ეჩხები ძალიან გიყვირს ალბათ. ზუსტად და ანუ ეგ იყო ზუსტად კულტურული შოკი, რომ რავი, ჩამოვედი თავისუფლების ქვეყანაში და ერთხელში სიმინდი მიჭირავს და მეორეში კიდე რა ვიცი, cornbread-ი ამ სიმინდისგან გაკეთებული რა. ნერვიულობდი წასვლაზე. არ ნერვიულობდი პირიქით, ძალიან მინდოდა და ძალიან მიხაროდა, მაგრამ ბებია ჩემი მიყვარს ძალიან რა და ერთადერთი დედა ჩემს, მამა ჩემს ყველას ძალიან მომახიანად დავამშვიდობა და ბებია ჩემს რო ჩავეხუტე, მე ტირილი დავიწყე რა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მართლა, არ ვიცი რატომ მიყვარს. ნუ ბებოა. ხო, მაგრამ ანუ ესე განსაკუთრებული ემოციური კავშირი მაქვს და არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ სუაბრაზებ, ეხლა ძალიან გაბრაზდა Katy Perry-ის ვიდეოზე. რა გინდა და მაგდაგენერაც თანომ ბებოქოცია? არ არის ბებოქოცი, მაგრამ ბებოა უბრალოდ და ძალიან დიდი ყურადღება არ მოსწონს სოციალურ მედიაში, ზოგადად არასდროს არც Prime House უყურებდა, არაფერს არ უყურებდა და ნუ ცოტა გაბრაზდა, მაგრამ მაინც გამიგეთა ხაჭაპურები და იმედია ეხლა არ მეტყობა რა.
არა, მშვენიერი სამი ნაწერი შევჭამე. ვარჯიშობ როგორც მივხვდი. ვარჯიშობ ძალიან აქტიურად ოქტოპუსში, სპინინგი მიყვარს ძალიან, სპინინგზე მოდით ძალიან მაგარია. ელექტრომუსიკა არის ჩართული ან პოპ მუსიკა და ველოსიპედზე ხარ და ადი ჩადი 1-2 ფილმებში მინახავს. ძალიან მაგარია. იცი რა უნდა მეკითხა, აი შენი აზრით ფლექსი რო არ ყოფილიყო შენს ცხოვრებაში, აი რამე შენს პიროვნებაში რამე თუ შეიცვლებოდა ეგეთი? შეიცვლებოდა, ძალიან ბევრი რამე შეიცვლებოდა ალბათ, იმიტომ რომ ფლექსი ჩემთვის, ჩემს ჩამოყალიბებაში იყო გარდამტეხი რატო, იმიტომ რომ წავედი ოკეანის გადაღმა, დავიშალე ნაწილებად, იმიტომ რომ რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა სიტუაციას, შევეფეთე და მე ეს დაშლილი ნაწილები მე თვითონ ავაწყე. ისევ და ვარ დღეს ის ვინც ვარ და აქ რო დავშლილიყავი ნაწილებად ან სხვა ამაწყობდა და ან ამ დაშლილ ნაწილებს ლომბერდში ჩააბარებდნენ როგორც ჩემი ტელეფონი დაშალეს და ჩააბარეს აქციაზე დაკავებისას რო წამართვეს რა და ამიტომ ფლექსი ჩემთვის იყო ძალიან კაი. აქციაზე დაკავება ეს? 7 დეკემბერს დამაკავეს აქციაზე კი. შენც ხო შენს მეგობართან ერთად? ჩემს მე დამაკავეს, მე ჩემი მეგობარი დააკავეს ბეატრის კასტელიანი და გამახსენდა ხო. კი, მე გამომიშვეს 2 დღის მერე და სისხლის საბერთალზე ვერ მომედავნენ, მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ თავისუფალმა მედიამ გადაიღო ჩემი დაკავების კადრები და თან სინქრონიზაციაც არ იყო ჩემი დაკავების დროს შექმნილ დოკუმენტს შორის და ჩვენებებს შორის რა. და ამიტომ მოვიგე პროცესი. ახლა მაგ ასინქრონულობის მიუხედავად მაინც აგებენ ხოლმე სხვათა შორის პროცესებს. მაშინ ალბათ ჯერ არ იყვნენ ძალიან გახურებული არ იყო ეგ ამბავი. ჯერ იწყებოდა. თამაში versus influencer-ი. Yes. მოკლედ ვითამაშოთ? ვითამაშოთ. ეხლა მე შენ წაგიკითხავ ადამიანების ქართული ინფლუენსერების სახელებს და შენ უნდა დატოვო თითო კი არა ერთი უნდა ერჩიო. ოკეი. ოკეი, დავიწყოთ. ინფლუთაკო თუ ანი ლოლაძე? ინფლუთაკო არ ვიცი და ანი ლოლაძე ვიცი და მოხიბლული არ ვარ. ერთი უნდა ერჩიო ეხლა. სხვა ორით რო დავიწყოთ, ანუ არ ვიცი. რავი, ანი ლოლაძე იყოს, იმიტომ რომ მოცეკვავე ამ. ანი ლოლაძე თუ ლიკა პაპავა? ლიკა პაპავა. ლიკა პაპავა თუ დათუნა ტატულაშვილი? დათუნა ის არის ხო, ნონასთან ერთად რაღაც ვიდეო დათუნა იყოს. დათუნა თუ დიკას მოჩი? დიკას მოჩი რუსთავში რომ მოჩებს აკეთებს ის არ არის და სადღაც მაკეთ. ასაკოვანი ქალი დასაყარელი. ქოცია? არ ვიცოდი არა და მაგის მოჩის ვიდეოებს ვუყურებდი და ვალაიქებდი. აი დათუნა. დათუნა თუ ნაცკა? ნაცკა მომწონს ძალიან. ნაცკა თუ ლინაკო? ნაცკა. ნაცკას ვიდეოები, ნაცკა მე მგონია რომ საქართველოში არის რაღაც ძლიერი ქალის არქეტიპი და მართლა მომწონს. კაი გოგო არის, მოხდილი გოგო არის და ტრანსფორმაცია სხვათა შორის ძალიან დიდი აქვს. ეხა ვიზუალურიც რა, რო ვარჯიშობს ჩასაღად იკვებება და მგონია რომ ქალებისთვის კაი მაგალითი არის. ნაცკა თუ ნინი ხარატა? ნაცკა. იცი ვინ არის ნინი ხარატა? არა, მაგრამ არ მომწონს ხედავ. პლატატა. ნაცკა თუ მამი კუბლაშვილი? ნაცკა. ეს კუბლაშვილი სამეგობროს კამადარო არის. მაგრამ დიდად არ მომწონს. წეგანა ერჩიე და. ლიკა პაპავა ვირჩიე, იმიტომ რომ ლიკას ის ქონდა კაი. ოკეი, მე უმეტესობას ბევრს ვიცნობ აქეთან და კომენტარებს არ ვაკეთებ. ნაცკა თუ ნუკი კოშკელიშვილი? ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი კოშკელიშვილი თუ სოფია კვინიკაძე? ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი კოშკელიშვილი იყო ჩემი ბავშვობის ქრაში, ანუ ძალიან მიყვარდა და ძალიან მიყვარდა და პრაიმ ჰაუსში რო შევდიოდი მეორე სეზონში, ოქტოპუსში ვარჯიშობ და ნუკი კოსმეტიქსი არის მანდვე და მაგ პერიოდში სანამ შევიდოდი პრაიმ ჰაუსში ერთხელ დავინახე და ნუკი მეთქი შევდივარ ახლა მეორე სეზონში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქნები მეთქი, ნუ ვერ დავემთხვეთ, მაგრამ ნუკი ბავშვობაში ძალიან მომწონდა. ნუკი კოშკელიშვილი თუ ლუკრაციუს სიჭინავა? რა თქმა უნდა, ნუკი კოშკელიშვილი. არ მიყვარს დაყენებული ტიპები. ლუკრე მაპატი. ნუკი თუ თათო კარჩავა? თათო არ ვიცი ვინ არის და ამიტომ ნუკი. ნუკი თუ სელენე ბუხაიძე? სელენე ბობო. სელენა ძალიან საყვარელია, მაგრამ ნუკი. ნუკი თუ სოფი ნურაშვილი? ნუკი, სოფი ნურაშვილი არ მიყვარს, იმიტომ რომ მაგარი ფეიქი გოგოა რო შეხედავ და რაზეც აქ აშენებული თავისი კარიერა და ფული, ყველა მიცის ნუკი. მე არ ვიცი. არ ვიყავით ერთად. ანუ ძალიან მომწონდა პრაიმ ჰაუსის პერიოდში, მაგრამ მე რაღაც ამბები ხო გამოვიდა და ნუკი თუ მერსი სულხანიშვილი? რა თქმა უნდა, ნუკი. ნუკი თუ ელენიკო ფოქსი? ელენიკო ფოქსი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იყენებს პლატფორმას. რა შეიძლება სუბიექტურად ნუკი უფრო მომწონს, მაგრამ აი ინფლუენსერი, რასაც ქვია, არის ნამდვილად ელენიკო ფოქსი. ფოქსი ელენიკო თუ სანდრო კოცირიძე? ფოქსი ელენიკო. ფოქსი ელენიკო თუ გურამ შეროზია? ფოქსი ელენიკო. ფოქსი ელენიკო თუ ივანე რომანაძე? ივანე რომანაძე არ ვიცი ვინ არის, ამიტომ იო, რო ხუმრობს ხოლმე. შეიძლება სახეზე ვიცი. ოკეი. ფოქსი ელენიკო თუ ნათია თოქსი? ფოქსი ელენიკო, მაგრამ ნათიას აჰეითებენ ძალიან და მე მომწონს ეგ გოგო, ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან შვენიერი გოგოა. ამ ვიდეოს თუ ნახავს, გთხოვ მოდი ჩვენს პოდკასტში. სულ კომენტარებს რო უწერენ, საერთოდ არ მესმის რატო, ძალიან კაი გოგოა. მეც ვერ ხვდები.
ფოქსელნიკო თუ თიმაჭავარიანი. თი, იმიტომ რომ თისთან იმიტომ რომ მეგობრობა მაქვს, მეგობრობ და მაგრამ თან მე კიდე ჩემი პლუს, influencers. არა, თან კიდე პლუს მე როცა ვიყავი პატარა და თინეიჯერი და რაღაც ყველას გვაქვს დეპრესიული პერიოდები და რაღაც ისეთი პერიოდები რომ მოწყენილი ვარ ჩემი არავის არ ესმით და რაღაც, ჩემი 12 წლის გიორგისთვის რო ვუყურებდი თის რო ლაპარაკობდა ღია მენტალურ ჯანმრთელობაზე და ასე ტაბუდადებულ თემებზე, it's okay to be sad და ესეთი ვარიანტი მქონდა, ამიტომ თი. თიმაჭავარიანი თუ თამო ვაშალომეძე. თი, თამო არ მომწონს. ვერ ვამუყავებ თამოს. კარგით. გაიმარჯვა თიმაჭავარიანმა და მე მის პასუხებთან არანაირ კავშირში არ ვარ, უბრალოდ მისი პასუხები იყო. გემოვნებაზე არ დაობე. შემდეგი ხო? Yes. რანაირად დამთავრდა ეს თამაში როს? დაძაბული. ფრინჯი ფრაზები, რომლებსაც ქართველები ინგლისურად იყენებენ. და შენ გაღიზიანებს ან რაღაც იყურში ცუდად ხდება ან. აი პირველი აი sorry მაგრამ this is true ძალიან. ვაი მე სალიკო შმერგერის თუ რაღაცის ფრაზა არ არის. ძალიან მაგიზიანებს და არ მომწონს. Let's go ამბობენ ძალიან ისე აი მარნეულში რო ეგ გახვალ. ძალიან საყვარელი ვიდეოდან არის გახსოვს ეგ ვიდეო? უბაში გავდივართ მახსოვს, მაგრამ მაგ ვიდეოდან არ არის, იმიტომ რომ მარნეულში ხალხიც მაგას იღენებს რა, ანუ წამომწვადი ვჭამოთ, ო let's go რაღაცა ესეთი ვარიანტი რა და Okay. მაგიზიანებს კიდე რა არის, ბევრი ფრაზა არის, ცოტა დრო დამჭირდება რომ მოვიფიქრო. პირველი რა თქვი? Sorry, მაგრამ this is true აი. ხო, სამ შემოიფიქრებ ამ სალიკოს ფენომენზე, მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ანუ რანაირად შეეწრება ხალხო მკაფიოდ გამოხატული ქვიარ ადამიანი, რომელიც თუნდაც არ უარყოფს და მაგიტო ვიწახი, იყოს კოცი. და თან ძალიან კოცი, აი ყრილობებზე რო დადის, როცა ყველაფერს აკეთებს ეს პარტია, რომ შენ გითხრას, რომ შენ არ არსებობ და მე ვერ გხედავ. და თან ადამიანი, რომლის მთავარი გატაცებაც ალკოჰოლის მერე ალბათ არის ის, რომ უნდა იმოგზაუროს და ყველა კარს უკეტავს და სრულ იზოლაციაში აქცევს და სადაც შეიძლება ალბათ მალე ზალიკო ბერგერს ფრენა იქნება რუსეთი და ბელარუსი. რანაირად შეიძლება ეგ? ხო და ანუ ჩვენს რომ მარტო რუსეთი და ბელარუსი არ გვქონდეს, ამიტომ გამოვიყენოთ ჩვენ ყველამ რა პლატფორმების გამოყენებაც შეგვიძლია რა და რუსთაველზე გასვლა არ არის მარტო ბრძოლა, შეგიძლიათ ელემენტარული Facebook-ზე დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და ილაპარაკოთ. სიჩუმე და დუმილი ყველაზე უარესია, მაგრამ ხო რა ვიცი. რუსთაველზე გასვლა გონ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მომენტები, როცა მე ვერ ვახერხებ რომ რუსთაველზე გავიდე და ვცდილობ რომ მაგ დღეს სხვა რაღაცით დავაბალანსო რა. შენ რას ეკანებ ყველაზე ხშირად? Hey guys, what's up? იმიტომ რომ მე გაკვეთილებს რო ვატარებ, მოსწავლეებს ვეძახი hey guys, ესე მივმართავ და შესაბამისად აი ეს hey guys ვიყენებ, მაგრამ ხშირად როცა ვერიაზრებენ რომ ეს guys არის gender neutral termi და იყენებენ აი guys მარტო ბიჭებთან და გოგოს რო არ ეძახიან guys, ეს უვიცებელზე მეტყოლებს ხოლმე და ამაზე ნერვები მეშლება ხანდახან. ანუ gender neutral არის guys და ხო, როგორც კაცი საქართველოში. ხო, რამდენი კაცი იყო მაგალითად აქცია. ზუსტად. კი. ონლაინ ატარებ ხოლმე შენს გაკვეთილებს? ონლაინ ვატარებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტთან მუშაობ, რომლებიც ამერიკაში არიან ჩასულები, ავსტრალიაშიც ყავს მოსწავლე, Vano, if you're watching this video, you're so cool. კიდევ ევროპაშიც ყავს რამდენიმე ქვეყანაში და ანუ ვეხმარები იმაში, რომ ენობრივი ბარიერი დათრგუნონ, გადაუარონ ამ ენობრივ ბარიერს და თავი დაიმკვიდრონ რა. და გარდა ამისა ძალიან თერაპიული გაკვეთილებიც გვაქვს ხოლმე ხანდახან რაღაცებზე ლაპარაკობთ ტრავმებზე, იმებზე. ოღონდ რა თქმა უნდა ინგლისურად. ცოტა შენ წავკოუჩებ. იცი რა, მადლობა. ხო, ეგრე მგონია რომ რაღაც მამოტივირებელი ენერგია ნახდათ გაქვს. ალბათ ესეც პოპის დამსახურებაა და რატო რა მე რო ვიზრდებოდი, ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი თავი შემეყვარებინა მე რა, იმიტომ რომ მე არ მიყვარდა და ზოგადად უცხო პლანეტელი სტატუსი მაქვს რა და იმიტომ მაქვს რომ მიუკუთვნებლობის განცდა მქონდა ზოგადად მე თვითონ ყოველთვის რომ არ არის რა ეს არის აქაურობა საჩემ მაქვს რაღაც ვერ ვიგრძნობ თავს კარგად აუ ეს ჩემი მეგობრები კი კარგად ვგრძნობ ამათთან თავს მაგრამ მე სახში რომ მივდივარ ხვდები რომ ცოტა სხვაგან ვარ და მთლად ყველაფერში ვერ ვემთხოვით ცოტა ზედაპირული ურთიერთობები ესე ვფიქრობდი სულ და მომიწია რომ მე თვითონ შემეყვარებინა ჩემი თავი და ამაში პოპ მუსიკა ძალიან დამეხმარა და აი თუნდაც კეითისთან შეხვედრა რატო იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ან ბიბი რექსასთან და რატო გადავიხადე ძალიან ბევრი ფული რატო ვაგროვე ეს ძალიან ბევრი ფული რატო ვიმუშავე ღამის 3 საათამდე იმიტომ რომ დამეგროვებინა ეს ფული იმიტომ რომ ანუ რაღაც აი ღმერთის არქეტიპთან შეხვედრასავით არის მართლა რა და გადმომყვა ალბათ ეს და ალექსანდრიის შუქურა რომ მყავს მე ჩემი მეც ვარ ალექსანდრიის შუქურას ხვისი რა და მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცა არის ეგ ამას გრძნობ მართლა გრძნობ ამას და აი ეგ არის ჩემი მამოძრავებელი ძალა ზუსტად შენ გრძნობ სხვები ამჩნევენ რისი რეკლამა არის წაუსნიკერსზე ხო ოკეი რამდენი კითხვა დაგვრჩა ერთი არა ერთი და რეჯექტა კი მე ერთი დავარეჯექტე ორი და შეიძლება ერთი დამრჩა ერთი დაგჭა ორივე ავიღო და ავირჩიო თუ არა
წესია. კი, აღარ მახსოვს რა დარჩა. მე ვნახავ აქ რა არის და თუ რამე ჩავაწყოთ. Prime House-მა გარგო თუ განანა და ვინა მანანა. ოკეი, მანანა, მარგო. ქალის სახელს ვერ მათქვევინე. მარგო სიმართლე რო გითხრათ. Prime House-ის ისტორია არის ძალიან საინტერესო და მოვყვები. აუცილებლად. მოკლედ თან მგონი ეხა იწყებენ თუ რაღაც ეჭურება. ეხლა რაღაც მე მგონი რებრენდინგი გააკეთეს და House-ი დაარქვეს და ძველი ფოტოები რაც ედოთ გვერდზე წაშალეს, მაგრამ სახლი შეიცვლება? ეხლა არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ალბათ ის არის რებრენდინგში ჩავკული. არანაირი კონტაქტი არ მაქვს რუსთავიერთან და არც სურვილი მაქვს იმის რომ კონტაქტი მქონდეს, იმიტომ რომ დღესდღეობით რეალიტი შოუთი რო ადებილებ ხალხს და კიდე რო უკარგავ ფოკუსს სწორი რაღაცეებისგან. რეალიტი შოუშიც არ არის პრობლემა, გაჩნია იქ რა საკეთებს შიგნით რა. ხო, ზუსტად და კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი არის ის რომ პოლიტიკაზე ლაპარაკი გეკრძალება. მოყევი ხთავიდან. მოკლედ, ჩემთვის Prime House-ი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ძალიან საჭირო ეტაპი და ძალიან მჭირდებოდა, იმიტომ რომ Prime House-ი იყო ჩემი დაგროვილი პროტესტები, რაც მქონდა ზოგადად ცხოვრებაში გადმოტანილი. Ну იქ კი ვტიროდი და ყოფის, მაგრამ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ამბობ რა, იმიტომ რომ ეგ ტირილიც ექსპრესია და ექსპრესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ იყო ექსპრესიის ბუმი. ანუ ბავშვობიდან ვიყავი ძალიან კაი ბიჭი რა, ძალიან კაი ბიჭი ვიყავი, სულ ყველაფერში 10-იანი მყავდა, სანიმუშო ყოფაქცევის ვიყავი და ასე შემდეგ და დედიკოს ბიჭი, მამიკოს ბიჭი, უირა კაი ბიჭია და ასე შემდეგ. კაი ბიჭი, კარგი ბიჭი. კაის ამბობდა ჩემი გარემოცვას. ხო, მართალია, მაგრამ ბებეს კაი ბიჭია ამ გაგებით უფრო. ხო და დავიღალე, იმიტომ რომ არ იყო ეგ ჩემთვის ავთენტური არანაირად. თან მე-7 კლასამდე ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი ამ ჩემი თავის ძიების პროცესში გარეთ რო ვერ პოულობდი აქ ვერსად, წიგნებს ვკითხულობდი და ჩემ ნაჭუჭში ვიყავი და მოვიდა დრო რომ გამოვსულიყავი ამ ჩემი ნაჭუჭიდან და გამომებიჯებინა და თან ნუ ჩემებს არ ენდომებოდათ რომ შევსულიყავი Prime House-ში, ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ მამა ჩემი ლექტორი არის, ძალიან მაგარი ლექტორი არის, დედა ჩემიც ბანკში მუშაობს, ძალიან ისეთ პოზიციაზე და ძალიან აკადემიური ოჯახი ვართ და მათთვის ის რომ შვილში ამდენი ინვესტიცია ჩავდეთ ეს ქრაის და ამერიკიდან ჩამოვიდა და რეალიტი შოუში შევიდა, აი ეს ნაწილი იყო და წავედი ვიარე კასტინგებზე. ცოტა ლოგიკა არის მაგაში. ხო, მაგრამ მჭირდებოდა და თან მანდ არ დავრჩი და არ ჩავრჩი რაც თავარია. ვიარე კასტინგებზე, ვიარე, მალავდი ამ ყველაფერს და ნუ ისე მოხდა რომ ამირჩიეს. კასტინგი იყო უბრალოდ? კი, თან პლუს მე თვითონ გამოვხატე ინიციატივა კასტინგზე მისვლისა, ანუ ჩემთვის არ დაურეკავთ და არ უთხოვიათ რომ მოდიოდა. დავდიოდი ამ კასტინგებზე და ძალიან მიხაროდა რა, პირველიდან მეორეზე რომ დამირეკეს, მეორედან მესამეზე, იმიტომ რომ რეალურად შოუ ბიზნესი და მედია სულ ის იყო, რაც მაინტერესებდა და მაინტერესებს და ანუ კარგი ვარ ამ საქმისთვის რაღაც ესე ვფიქრობდი და მე ჩემი აზრითაც კარგი პერსონაჟი იქნებოდი ნებისმიერი რეალისტისთვის. მადლობა, მაგრამ რეალურად არ რეალიტი უბრალოდ რეალიტი იყო? არ იყო რეალიტი შოუ ხო ოქსიმორონია, რეალიტი იმიტომ იყო რომ შენი თავი ჩანდა იქ, შენ რაც პირველი 2 დღე ჩანდა და მე აღარ მაძლევდნენ კამერას, მაგდენი ხარი პირველი 2 დღე სულ მე ვიყავი ფაქტობრივად და ყველა იმას წერდა რომ აუ ეს ბავშვი შემოვიდა და დაიწყო ლაპარაკი და დაიჭირა დაატრიალა და მე უკვე ინტერვიუების ოთახშიც ნაკლებად დავყავდი, იმიტომ რომ წყვილების თემები შეკერეს რომ მოდი შენ და შენ და რაღაცა ეს გავაკეთოთ. პირველი 2 დღე ორგანულად მართლა მე მიმყავდა ყველაფერი და ხალხი მეტყველებას იქ რო სწავლობდნენ, მე ვიდექი და ანუ ძალიან კარგად ლაპარაკობდი კამერასთან ობიექტურად და პროდიუსერმაც ის მითხრა რომ ერთადერთი რესპონდენტი ხარ, ვისთანაც მიჭრა მოჭრა არ გჭირდება წამდაუწომო რა, იმიტომ რომ I was born for this. ხო და 19 წლის ვიყავი და რაღაც პერიოდი მეგონა რომ ვიყავი აგარაკზე მეგობრებთან ერთად და აი ზუსტად ეგ ვთქვი მერსიზეც რომ ადამიანი რომ მეტყველებას შეგიქებს არ ნიშნავს იმას რომ ის შენი მეგობარი არის რა და იქ ვისწავლე ეგ ყველაფერი. ვისტრესებოდი ცოტათი, იმიტომ ვისტრესებოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ნეგატიური კომენტარები არ მადარდებს, მართლა არ მადარდებს, 6 წელია სოციალურ მედიაში ვაქტიურობ, 15 წუთი რომ მქონდა ტელეფონი და ამ 15 წუთში დედა ჩემი რომ მირეკავდა ტირილით, რომ ხალხი ძალიან ცუდ კომენტარებს წერს და ნერვიულობთ და გეხოცები, ნუ მისცემ სალაპარაკოს, არა და არაფერს არ ვაკეთებდი ისეც რომ გამეხიზიანებინა რა. ნუ ეს მტრგუნავდა. მოსაგებად რო არ შევსულ არის, სადაც ვიცოდი, ერთ თვიანი კონტრაქტი მქონდა და ვიცოდი მე-4 კვირას რო დავჯექი აუთსაიდერებში რომ მოვდიოდი და მაგიტო დავიწყე ტირილი მთელ საქართველოს რო აინტერესებდა რატო ტირის, რომ ვიცოდი რომ კონტრაქტი მეწურება და რაც არ უნდა ვთქვა ეხლა და როგორი სპიჩიც არ უნდა დავდო და როგორი ემოციური წამი გავიყო, აზრი არ აქვს. იქნებ შემოსულიყო ზარები საკმაოდ. არ შემოვიდოდა, იმიტომ რომ მე როცა გვერდზე გიორგი მეტრეველი მიზის ჩოხით, გიორგი მეტრეველი ჩოხით მიიღებს უფრო მეტ ხმას ვიდრე მე. გიორგი მეტრეველი აზია რვარბინარი. დიშვილი. მარკუს მეტრეველის დიშვილი.
მარკუს მეტრეველი. რომელიც მე არ შემიძლია ხო აპელირებდა რაღაც არ შემიძლია. მომეცით მხარი დამიჭირეთ. ანუ მალევე დატოვე Prime House-ი, მე არ ვუყურებ. თვეში დავტოვე Prime House-ი, მაგრამ ეს ერთი თვე ძალიან გამომადგა მართლა, იმიტომ რომ მოახერხე ის, რომ ის პლატფორმა გამეზარდა ჩემი პლატფორმა და აი ემიგრანტებთან მუშაობა Prime House-ის შემდეგ დავიწყე, იმიტომ რომ გამოიგო ეგ სეზონი. გურამ შეროზია. ეგეც წინასწარ იყო გათვლილი კონტრაქტი გურამისა და მდე იქნებოდა შენი აზრით? იცი რა, არ ვიცი, მაგრამ ფინალისტობა მგონია რომ დაგეგმილი იყო. მეორე სეზონში იყავე. კი, ფინალისტობა მგონია რომ შეიძლება ყოფილიყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდი არის რა. კარგი, რა ხდებოდა შეგინ დრამებს და რაღაცებს ყველაფერს გავწდნენ? მეძინა ერთხელ ძალიან კარგად მახსოვს და ჟურნალისტი ამოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ ეხ ქვევით შენზე ლაპარაკობენ და ჩადი და პასუხი გაიცი და დილით ამდგარზე საბანს გადამხდიან და მაყენებენ და ყავა დალეული არ მაქვს, საჭმელი ნაჭამი არ მაქვს და რავი ესე სადი იჭხუბე. აი ესე ჩავდივარ. მე და ჩემი ასობგერ რაღაც რა ხდება. და ჩავდივარ და თურმე არაფერი უბრალოდ ახსენეს ის რომ წინა დღეს აუთსაიდერი რო ვიყავი, არ ეგონათ რომ ბევრი ხმა შემომივიდოდა და ნუ ქონდათ ამისი თქმის და ვარაუდის უფლება და ჩავედი ძალიან ვეჭხურე. და მე გამოხდი ისტორიჩკა. ხო, რაღაც ერთი მომენტი. დაიცალე? დავით. არის მოსაცლელი. ვიცლებოდი კი. აურა ცუდი ყავს და ლოს რო არ გაცდიან. ხო, ძალიან. და რაღაცები აი ჰიგიენა და რაღაცები არსებობს შენ? ჰიგიენა ძალიან კაი იყო. ანუ ჰიგიენა მართლა ძალიან კაი იყო და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ანუ ტუალეტში კაბერები. ანუ მართლა თქვენ არ ალაგებდით? არა, ჩვენ ვალაგებდით დღის განმავლობაში, მაგრამ ნუ რო დავიძინებდით და გავიდოდით სახლიდან, მერე გასვლებიც რო გქონდა, სულ დაალაგებული იყო სახლი რა და საჭმელიც რეალურად ჩვენ ვაკეთებდით კი, მაგრამ პილმენის მოხარშვის და რაღაცების გარდა გარეთ რო გავდიოდით, ვჭამდით რა ჩვეულებრივად. და ტუალეტში რა? გასვლა იყო კვირაში ერთხელ? გარეთ გასვლა იყო კვირაში ერთხელ, ტუალეტში იყო კამერები რა დაყენებული და მოსაქმეების დროს ესე შირმა უნდა ჩამოგეფარებინა და შირმას ჩამაფარებდი და ესე ზიხარ უნიტაზზე და აი აქ შირმა ესე ფარავს და მე რაღაც აი ეგეთი ამბავი იყო. ხო, მაგრამ ძალიან კარგად მაგონდება მართლა და არაფერს არ შევცვლიდი და ძალიან კარგად გაგონდა. ანუ ძალიან სასაცილო იყო, ძალიან კარგი იყო და ის გავაკეთე, რასაც ის კარგი ბიჭი გიორგი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა რომ გააკეთებდა და ის ჩემი შინაგანი ბავშვი კიდე ერთხელ ვაამაყერა. ბენეფიტი რა მეიღე? ბენეფიტი მივიღე რეალურად ის, რომ ჩემი ჭია გავიხარე, ყველაზე დიდი ბენეფიტი ეგ არის, ეს ბარტერები და რაღაცები და გადაცემებში მიწვევები იყო და ჩაკვდა მერე და ანუ მერე ისევ ორგანულად მოვიდა ჩემი სხვა საქმიანობის შედეგად, იყო რაღაც ორთვიანი. რაღაცა მაგ პროექტის მერე რაღაცა უცებ ჰაიპი იყო რაღაც ნაწილში, მერე ისევ კი, ძალიან დიდი ჰაიპი იყო მაგ პროექტის მერე, რომ გამოვედი, მოდი ამ ივენტზე, მოდი იმ ივენტზე, მოდი ამ ივენტზე, რაღაც ჩემი და ჩემი სამეგობრო მივდიოდით და რა ვიცი 500 ლარისას სვავდით და ძალიან უხაროდეთ ჩემ მეგობრებს. ანუ და გარდა ამისა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ბარტერი, ძალიან ბევრი რეკლამა იყო განსაკუთრებით, ნუ რადგან ვარჯიშობდა ამ კონტენტს ვაკეთებ, სპორტ დარბაზის მხრიდან პერსონალური ტრენერი მყავდა ჩემი და ასე შემდეგ. მე გაჩერდა რა თქმა უნდა რეიტინგი რო გაჩერდა და მე ისევ რაღაც დონით ეხა არის ოღონდ ეხა არის იმ მიმართულებით რაშიც ვაკეთებ კონტენტს ხო ინგლისურის გამო და აი ამ ინტელექტუალური რაღაცების გამო. ოკეი, და ვინმე თუ შეხრჩა ნამდვილი მეგობარი ახ Prime House-დან და მაშინ ვისთან მეგობრობდი არ ვიცი. ბეა გაზდელიანი, რომელთან ერთადაც ვიყავი აქციაზე, ანუ ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან მიყვარს და საზღვარგარეთ არის ეხა და რო ჩამოდის ჩვენ გავუთავთ კოსტას ანიკიძეს ვცემ ძალიან დიდ პატივს და აი ძალიან მაგარი კაცი არის მართლა და უმაგრესი პიროვნება არის და რეალურადაც ძალიან კაი ბიჭი არის. კი. მაგან არ მოიგო? არ მოუგია კოსტას, მაგრამ ფინალისტი იყო. კოსტასთან მაქვს ურთიერთობა, მკითხულობს ხოლმე რომ დამიჭირეს გამოხატა ძალიან დიდი თანაგრძნობა და ასე შემდეგ. ლენუკა ყიფშიძეს ვეხმიანები, იმიტომ რომ კარგი გოგოა ძალიან და პროგრესული არის. და ნუ მედათიც კონტაქტობთ ხანდახან, მაგრამ ისე on and off. კიდე რა უნდა გვეკითხე? ხო, მე მაგალითად მაინტერესებს ფოტოების შემხვდა რა შენ რო ცოტა researching-ს რო ვაკეთებდით და ვნახე რომ მერსისთან მეგობრობდი მაგალითად, ვიცი რომ პოლიტიკურად ძალიან აცდენილები ხართ. მე და მერსი მეგობრობდით 2024 წელს Prime House-ის მერე რეალურად ჩემი და მერსის მეგობრობა ის იყო რომ ორივეს გვეზიზღებოდა გურამ შეროზი, ანუ ისინი სიყვარულს ეფიცებიან ერთმანეთს, მაგრამ მე მაგ დროს გურამზე ძალიან გამწარებული ვიყავი, იმიტომ რომ პროექტში ძალიან ცუდი რაღაცები მოგვივიდა და თან გარდა ამისა ვხვდებოდი რომ ჩემ მხარეს იყო რეალურად, მაგრამ პროექტში იქცეოდა სპეციალისტი
პოტენციალურად ისე რომ ავეგდე და თან ახალი ხორცი არ უყართ შუახნის კრიზისი რო აქვთ დაწყებული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არ უნდათ ახალი ტალანტი რომ მოვიდეს და უნდათ რომ სანამ კაჩავენ 45 წლამდე. იმაში ეგრეა. ეგრეა, ხო, შეინარჩუნონ ეგ პოზიცია და მე და მერსის რა გვაერთიანებდა პირველ რიგში გამიხარდა ის რომ მიამიტი ბიჭი ვიყავი რაღაც ძალიან გვერდში დამიდგა, ხო, მითხრა რომ პოტენცია მაქვს ძალიან დიდი ამ სფეროში, შემიქო მეტყველება და გარდა ამისა გვაერთიანებდა რა გურამს ლანძღავ და მწერდა ხოლმე ღამის 2 საათზე, ძალიან ბევრი SMS-ი მაქვს როგორ ლანძღავს ამ გურამს რა, ანუ ეგ იყო ჩემი და მერსის კომუნიკაცია. მე ძალიან დიდი ის მოგვივიდა უთანხმოება პოლიტიკურ საკითხებზე ზუსტად ერთ-ერთ ღონისძიებაზე სადაც ვიყავით და იმის მერე ერთმანეთთან საერთოდ აღარ კონტაქტობთ. გული. და მერსის გარდა ყოფილა პოლიტიკის გამო ადამიანები შენ ცხოვრებაში ან ახლობლები ან მეგობრები, ვინც პოლიტიკური შეხედულების გამო დაგიკარგავს? კი, ნათესავებიც. და არ უნდა არანაირად. იმიტომ რომ ანუ მე მგონია რომ შენი პოლიტიკური შეხედულება, შენი პოზიცია ძალიან ბევრს ამბობს შენს იდენტობაზე და ჩემთვის ჩემი იდენტობა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის ვცდილობ რომ დავიცვავ მტკიცედ და თუ ვიღაცაში არ ზის და არ უნდა რომ take it or leave it რა. Take it or leave it. შესაბამისად ფილტრაცია ძალიან მარტივია ჩემთვის. ვიღაც ადრე გაფილტრა ალბათ უკეთესია მე მეტი ადგილი გაქვს ახალი ადამიანებისთვის. ზუსტად. ძალიან დიდი ადამიანებს თუ იპოვი ყველა დაჭრილია, ვინ შეიძლება რომ ხო, დაჭრილი. ვისაც შეიძლება, მაგრამ ურთიერთობა დაამყარა. როცა იქნება. ხო, ძალიან დიდი მადლობა ბრეჭკი, რომ გვესტუმრე და იმედია რომ არ დაგხალეთ რაღაცნაირად. არა, ძალიან სასიამოვნო იყო მართლა. ეს ფორმატი არის ეგეთი, რომ ძალიან ქაოტურია და ყველაფერს ვეხებით და თან სწრაფად უნდა წავიდეს და მაგრამ შენ ყველაფერში ძალიან დინამიკური იყო მართლა და ძალიან სახალისო იყო და ძალიან გავერთე და თან რაღაცები გადავხარ შეკიდეს კეითი პერის ამბები და რაღაცები რეფლექსია, კარგი მოსაუბრეების დეფიციტი მაქვს ხოლმე და თქვენ მართლა კარგი მოსაუბრეები ხართ. შენ რომ მაგას ხვაზე ეტყვი ძალიან სასიამოვნო. აღოდ მერსისავით არ გეუბნები. მართლა. მადლობა და თქვენ არ დაგავიწყოთ ჩვენი გამოწერა. სამშობლო